ჩაწერა დავიწყეთ. შეგიძლიათ თქვენც დაიწყოთ კი პრეზენტაცია. ბატონო. მოგესალმებით, პირველ რიგში მიხარია, აქ რო ვარ თქვენს წინაშე. გახლავართ თეონა მაისურაძე, ვინც მიცნობს NCP ვარ მარია კიურის მიმართულებით, ვინც არ მიცნობს იმედია გავიცნობთ ერთმანეთს და პირველ რიგში ჩემი ყველაზე დიდი იმედია, რომ ამ ზოგადი შეხვედრებიდან მე გადავალთ უკვე კონკრეტულ პროექტების ასე ვთქვათ შემუშავების და დახვეწის ნაწილში. დღეს კონკრეტულად მინდა მხოლოდ ერთი მიმართულებით მოხდეს შეხვედრა, საინფორმაციო უფრო არა, რაღაცა უფრო ტრენინგივით მინდოდა, მთლად ტრენინგი არ გამოდის, მაგრამ მაქსიმალურად მინდა, რომ ის ორდღიანი ტრენინგი, რომელიც მქონდა ამ მიმართულებით ჩანატარები, მინდა რომ აი რაღაცნაირად მაქსიმალურად ჩავატიო იმ ერთ საათში შეხვედრაში, რაც მაქვს გაწერილი. საათნახევარს ვფიქრობთ მე თავისი კითხვა-პასუხის რეჟიმში და თუ ცოტა გამიგრძელდა, თუ რაიმე ისეთი საკითხი ჩაინიშნეთ, ან მომწერეთ იქვე რო არ დავიწყდეთ და მე აუცილებლად ჩატს დაუბრუნდები და იმ ნაწილებსაც მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამომწორავად გავიარო. სადოქტორო ქსელების პროგრამაზე გვექნება დღეს საუბარი და აი სლაიდებზე გადავალ ახლა და თემების მიხედვით, ანუ რომ იცოდეთ, ესე მაქვს დაყოფილი, რა თქმა უნდა, შესავალი ნაწილი, გულისხმობ იმას, რომ აქ შეიძლება იყოთ ისეთი დამსწრები, რომლებიც ჩემზე მეტი იცით ზოგადად მარი კიურიზე, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ პატარა შესავალი სპეციფიკაზე აუცილებლად უნდა გავაკეთო. შემდგომ უკვე ვისაუბრებ, პირველი ნაწილი იქნება ძირითადი მონახაზი, ანუ რას მოიცავს ეს სადოქტორო ქსელი, როგორ მუშაობს და რას ქვია კარგი სადოქტორო ქსელი. შემდგომ უკვე მეორე ნაწილში გავივლი, როგორ ვემზადოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, კონსორციუმის ნაწილებში, ხელმძღვანელის ნაწილში და ასე შემდეგ ვისაუბრებ ამ დეტალებზე. და მესამე ნაწილიც საკმაოდ დეტალური მაქვს, აი ნახოთ ახლა რამდენად დრო მოგცემს ამის საშუალებას, თუმცა მე ყველანაირ მასალას გაგიზიარებთ და თითოეული შეფასების ქვეკომპონენტების აი წერტილმძიმემდე დეტალურად გავივლით შეფასების კრიტერიუმებს და რეკომენდაციებს, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ აი რაღაცნაირად სრულად შევკრათ ის ინფორმაცია, რაც ვიცით ამ კონკრეტული actions ქვია ჩვენთან მარი კიურის აქტივობები ამ კონკრეტული კონკურსის შესახებ დოქტორალ ნეტვორკებზე მაქვს საუბარი. ეს არის ჩემი აჯენდა დღევანდელი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ დროც ვაკონტროლო და სწორად მიზნობრივად გადავანაწილო, ჩაინიშნეთ როგორც გითხარით რაღაცა მიზნობრივი კითხვები, შემიძლია ყველა ნაწილის შემდეგ რაღაცა პაუზა გავაკეთოთ, გავიაროთ ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად ამას ეხება, ესეთ და მერე უკვე ბოლოს შეჯამების ნაწილშიც ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ. შესავალ ნაწილს რაც შეეხება, ზოგადად ჰორიზონტის სქემაზე. უკაცრავად აჯენდასთან დაკავშირებით. პოსტსადოქტორო ქსელზე არ იქნება ახლა საუბარი? არა, პოსტდოკზე არა, ეს მხოლოდ სადოქტორო პოსტდოკი ეხა დაიხურა და დაიწყება ახალი წელი. ამისთვის კიდევ გვაქვს დრო და ხო, მადლობა შორინა, რომ ეს ახსენე, იმიტომ რომ აი ჩვენი მიმართულებით 5 სხვადასხვა ქოლი არსებობს და დოქტორანტურის ქსელებს დღეს გავივლით, თუმცა იგივენაირი ტრენინგის სახით აუცილებლად ჩავნიშნავ გაზაფხულზე პოსტდოკის ნაწილში და ზამთარში თუ ვერა, სადღაც იანვარში, თებერვალში მაინც მინდა რომ staff exchange-ი ასევე ჩავატარო. ანუ აი ესე მირჩევნია სათითაოდ მოხდეს კონკრეტული დაინტერესებული მხარისთვის, ვიდრე აი ხუთივეს ერთად რო გავდივარ ხოლმე, საკმაოდ ის არის, საკმაოდ დამღლელიც არის და აღქმაც ცოტა ეს არის რთული არის ხოლმე. ანუ დღეს მხოლოდ სადოქტორო
სადოქტორო ქსელებზე გვექნება საუბარი, დანარჩენ 2 ტრენინგს, როგორც დაგკვირდით, ოფისთან შეთანხმების საფუძველზე დაგიანონსებთ და იქაც შესაბამისი დეტალებით გავიბლი ყველაფერს. კარგით, გავაგრძელებ, მოკლედ შესავალ ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, მარი კიურის მიმართულება გვართ პირველი სვეტის ნაწილში და პირველი სვეტი ფოკუსირებულია, research infrastructures თუ არ ჩავთვლით, ინდივიდ მკვლევარზე, ინდივიდუალური ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, დაკვეთილი საკვლევი თემების ყურადსაღებად. ეს რას ნიშნავს? განსხვავებით მეორე სვეტისგან, სადაც უკვე დეტალურად არის გაწერილი სამუშაო პროგრამა და ის მიზნები, რომელიც უნდა მივახციოთ, პირველი სვეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი იდეის, ახლებური იდეის წინწამოწევა და მტკიცება იმისი, რომ ეს იდეა ღირს დაფინანსებად. ხშირ შემთხვევაში წინასწარ გათვლილი და წინასწარ, ასე ვთქვათ, გაწერილი პროგრამები, ასე ვთქვათ, დიდი ბობოლა აქტორები, მომხმარებლები უკვე განსაზღვრულია ხოლმე და ასე ვთქვათ, იქ რაღაცა დონის რეპუტაციას თუ არ მიაღწია, შეღწევა ესეთი ტიპის პროექტებში ცოტა რთულია ხოლმე. პირველი სვეტი გამოირჩევა იმით, რომ ინდივიდი, რომელსაც სწორად გადმოცემული, სწორი ტენდენციებზე აგებული იდეა აქვს, შეიძლება წარადგინოს ეს თავისი იდეა და იქ უკვე წინასწარ განსაზღვრულ პროგრამას არ ითვალისწინებენ, ასე ვთქვათ, ეს არის bottom up approach, როგორც ვეძახით, ანუ მიდგომა არის ასეთი. მარი კიურის მიმართულებები მაქსიმალურად ჩადის დამწყებ ასე ვთქვათ, მკვლევრებთან ვიწყებთ დოქტორანტებით. ანუ ეს არის ერთადერთი პროექტი ამ ჰორიზონტში, სადაც დოქტორანტი უკვე შეიძლება იყოს წევრი, ასე ვთქვათ, ბენეფიციარი და დოქტორანტებზე ზუსტად მორგებული პროგრამა არის ეს სადოქტორო ქსელების პროგრამა, რომელიც ჩვენ რეალობაში პარალელი რომ გავავლოთ, ერთობლივი სადოქტორო პროგრამები რომ გვაქვს, joint degrees რომ ვეძახით, მაგისტრატურის პროგრამებიც, ბაკალავრის პროგრამებიც, ესეთი რომ წარმოიდგინოთ სადოქტორო პროგრამა რამოდენიმე ქვეყნის, რამოდენიმე უნივერსიტეტისაგან შემდგარი და არა მხოლოდ უნივერსიტეტისგან, იქ არა აკადემიური სექტორიც მონაწილეობს, ჩვენ რო პრაქტიკებს ვეძახით ამ ნაწილში და ფაქტიურად, ორმაგი დიპლომის გამრავალფეროვნებული ვერსია არის ეს სადოქტორო ქსელი, სახელით შესაბამისად მეტყველებს ამაზე. სადოქტორო ქსელების ძირითად აქცენტებზე ცოტა ხანში მოგახსენებთ, შესავალ ნაწილში მინდა გავიარო ის 3 აუცილებელი, ასე ვთქვათ, ფეხი, რაზეც მარი კიური ზოგადად დგას და მერე უკვე ჰორიზონტიც შესაბამისად იმეორებს, დანარჩენი კლასტერები იქნება თუ სვეტები. აუცილებელი კომპონენტი და მარი კიურიში ეს კომპონენტი უფრო გაძლიერებულია არის კვლევარები, რას ვქმნით კვლევარისთვის, იმიტომ რომ ეს კვლევარი განვითარდეს და გაიზარდოს კარიერულად, ისე რომ მან მიაღწიოს იმ დონეს, როდესაც მას კვლევით შეუძლია ინოვაცია შემოიტანოს არსებულ იმ დარგში, რომელშიც ის მოღვაწეობს. იმისათვის, რომ კვლევარმა შეძლოს ინოვაცია შემოიტანოს იდეის საფუძველზე, მას სჭირდება საფუძვლიანი და ესეთი მჭიდრო ურთიერთობა არააკადემიურ სექტორთან, რასაც ორგანიზაციებს ვეძახით, პრაქტიკულად კვლევის შედეგებისა და მიღწევების გამომყენებელი ორგანიზაციები, ვინც არიან და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული რაღაცა მიგნებები, არამედ ეს ყველაფერი უნდა ინტეგრირდებოდეს ევროპული კვლევებისა და ინოვაციების, ასე ვთქვათ, მთლიან სივრცეში. ფაქტიურად მარი კიური, ასე ვთქვათ,
აი პირველივე ნაბიჯებიდან, დოქტორანტის პირველივე ნაბიჯებიდან სადოქტორო ქსელის ფარგლებში ცდილობს შეცვალოს მკვლევარის აზროვნება, მიმართოს ის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო უნარების შესძინოს და ეს ყველაფერი შემდგომ უკვე იყოს იმ ევროპული კვლევისა და ინოვაციების სივრცის ინტეგრირებული ნაწილი. აი ეს არის ფაქტობრივად ის ერთადერთი ლოგიკა, რაზეც უკვე როგორც სადოქტორო ქსელში არსებული გაწერილი პროგრამა, მერე ამ ლოგიკაზევეა აგებული პოსტსადოქტორო კვლევების შემდგომ მარი კიურის მიმართულებით, staff exchange-იც, რომელიც ერთ-ერთი მიმართულებაა კიდე და შემდგომ უკვე კლასტერებშიც აი ანალოგიური ლოგიკა გადადის. აი ეს მინდოდა შესავალ ნაწილში მეთქვა. შეფასების ნაწილს ძალიან დეტალურად გავივლი მესამე ნაწილში დღევანდელი შეხვედრის ბრწყინვალება, გავლენა და განხორციელება აი ამ ტერმინებით ვისაუბრებ, excellence, impact და implementation და ამას დეტალურად გავივლი შეხვედრის მესამე ნაწილში. ეს უბრალოდ რომ შეგახედოთ მარი კიურის როგორც თავიდანვე ვთქვი, 5 მიმართულება გვაქვს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა და მიზანი ერთი აქვს, ერთი მიმართულებით მივდივართ, სპეციფიკა განსხვავებულია და დღეს ამიტომ რაღაცნაირად ვეცდებით, რომ მხოლოდ ერთი მისი თავისი სრული სიღრმისეულად ელემენტებით გავიაროთ და დავფაროთ. ესეც ზოგადი სქემებია, ეს ამ ყველაფერს მოგაწვდით. ცოტაოდენი აი ფინანსური ნაწილი, იმიტომ სპეციალურად ჩავაგდე აქ, რომ აი პატარა განსხვავება მინდა დაგანახოთ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდება პოსტდოქტორანტურის თანხები და ანაზღაურებები სადოქტორო ქსელის ანაზღაურებისგან, რაც შედარებით მცირეა, მაინც ვფიქრობ, რომ დოქტორანტისთვის საკმაოდ მისაღები პირობებია იმის მიღმა თუ რაში იდება ზოგადად ინვესტიცია ამ კვლევარის რა უნარების განვითარებაში, ცხოვრების კუთხითაც დოქტორანტისთვის საკმაოდ მისაღები პირობებია იმისათვის, რომ მან მისი სწავლის სხვადასხვა ეტაპი და კომპონენტი გაატაროს მისი ქვეყნის გარეთ. აი ქართულ რეალობაში ხშირად ხდება ბევრი დოქტორანტი, რომელსაც უკვე რაღაცა კონკრეტული კარიერა ნაბიჯები გადადგმული აქვს, ოჯახი შექმნილი აქვს და აი ეს ფინანსური ნაწილი ძალიან უჭირთ დაუშვათ იმ გადაწყვეტილების მიღება და რაღაცა კონკრეტული პერიოდით გამგზავრება ხოლმე და ეს ფინანსური გათვლები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სანამ რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ ხოლმე ამ მიმართულებით. ზოგადად თუ შევხედავთ დაფინანსების ნაწილებს, გვაქვს 3 ტიპის დაფინანსება ევროპაში დოქტორანტისთვის, უკვე გადაბედი დოქტორანტებზე. ეს არის მარი კიურის დაფინანსება, რომელიც ევროპაში თუ შევადარებთ სხვა სადოქტორო დაფინანსებას, რომელიც შეიძლება კონკრეტული უნივერსიტეტიდან ან ქვეყნიდან მოდიოდეს, მარი კიური მაინც ყველაზე ესეთი მსუყე, საკმაოდ დიდი დაფინანსება არის, რომელიც მარტო ევროპაში არა სცილდება ევროპის ფარგლებს, ანუ იქ მესამე ქვეყანა შემოდის და ზოგადად ეს უნივერსიტეტებში, რადგან ქსელია და სხვადასხვა უნივერსიტეტშია, ფუფუნება არის იმისი, რომ არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, არამედ რამოდენიმე უნივერსიტეტში აიწყოს მკვლევარმა მისი კარიერა იმ სადოქტორო პერიოდის განმავლობაში, რომელშიც იგი სწავლობს ამ საფეხურზე. და კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია ამ ნაწილში არის მივლინებების, secondments ვეძახით ამ მივლინებებს, ამაზეც ბევრს ვისაუბრებ. ეს ყველაფერი, ანუ ყველა სადოქტორო პროგრამას, აი ჩვენ რო ვეძახით პრაქტიკის კომპონენტს, ხანდახან არ აქვს მიზნობრივად გათვლილი და ხშირად არ არის იმისი ფუფუნება, რომ კონკრეტულად ჩვენი
თემის, საკვლევი თემის შესაბამისი პრაქტიკული ელემენტი გავიაროთ ხოლმე კონკრეტულ უნივერსიტეტში და ეს სადოქტორო ქსელი გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას, რომ აი ჩვენ თემასთან დაკავშირებული გარანტირებული სფეროსთან, პრაქტიკასთან დაკავშირებული ტიპის მევლინებების ორგანიზებას მოიცავს. ყველაზე მასშტაბური დოქტორანტებისთვის ისევ მარი კიურის დაფინანსება რჩება, არის სახელმწიფოს და უნივერსიტეტის დონეზე დაფინანსებები და არის, როდესაც დიდ პროექტს მოიგებს დაუშვათ კვლევარი ან უნივერსიტეტი და მან ასევე შეიძლება აიყვანოს დამხმარედ როგორც დოქტორანტურა დამთავრებული, ასევე დოქტორანტურის სტუდენტები, რომლებსაც პროექტიდან გათვალისწინებული თანხით შეიძლება შესთავაზოს ანაზღაურება, მაგრამ ესეც როგორც წესი უფრო სპეციფიურია ხოლმე, შეიძლება გაგვიმართლოს და ვიპოვოთ ესეთი პროექტი, რომელსაც როგორც ახალგაზრდა კვლევარი მივუერთდეთ, მაგრამ მასშტაბური არ არის ხოლმე ეს დაფინანსებები ამ შემთხვევაში. ვაკანსიებზე არ შევჩერდები, ყველა თემის მერე მაქვს ლინკები, საიდანაც ამ ლინკებზე გადახვალთ და წყაროებს მოიძიებთ. ერთადერთი რაც იმისათვის, რომ გავერკვეთ ზოგადად მარი კიურის მიმართულებებში, აუცილებელია კარგად ვიცოდეთ კვლევარის კლასიფიკაცია. 4 დონის კვლევარი ნებისმიერ მასში პროექტშიც შეგვხვდება ეს, როდესაც რეკრუიტინგი ხდება კვლევარების, სადოქტორო ქსელებისთვის საუბრობ პირველი stage researcher-ზე, ანუ ის ადამიანი, ვინც მისულია თემის დაცვამდე, ანუ რეალურად დოქტორანტი. საუკეთესო პირველი ნაბიჯები ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რჩევა დოქტორანტისთვის იქნება Euraccess-ის პორტალზე შექმნათ თქვენი პროფილი და შესაბამისად იქ უკვე დანარჩენი ვაკანსიების შემთხვევაში მიაქციოთ ყურადღება, აი რომ იყოს R1 first stage researcher-ზე იყოს საუბარი. მარი კიურის დამატებითი Magic პლატფორმა აქვს, არ არის ეს ისეთი დიდი პლატფორმა, როგორიც Euraccess-ია, თუმცა დამატებით კონკრეტული ამ მიმართულებისთვის, მარი კიურის მიმართულებისთვის შეგიძლიათ უფრო შინაურული პლატფორმაა და მეტ ადამიანს დაუკავშირდეთ. აქვე არის ის ფილტრები, რომლებიც დაგჭირდებათ, რომ ზოგადად მოძებნოთ და უშუალოდ რამდენი ტიპის და რა ტიპის ვაკანსიებია გამოცხადებული უკვე მოგებულ პროექტებში, ან ვინ ეძებს ვისგან არის განხორციელებული კონკრეტული პროექტი, რომ მე ანალოგები ნახოთ შესაბამისად. ლინკებს გადავახტები. ამას უკვე თქვენ თვითონ ნახავთ, ყველა მიმართულების შემდეგ არის და გადავალ პირველ ნაწილზე. ზოგად ნაწილში რაიმე ხომ არ არის ისეთი რისი დაკონკრეტებაც, ან რამე გსმენიათ და გინდათ რომ ზუსტად დარწმუნდეთ მარი კიურის შესახებ ზოგადად. თუ რამე კითხვა ან უკავშირი მექნება, ეხლავე შემიძლია ამაზე გიპასუხოთ, სანამ უკვე უშუალოდ სადოქტორო ქსელების ნაწილზე გადავალ დეტალურად. რაიმე ხომ არა გაქვთ კითხვა ან კომენტარი? კარგით, მაშინ თქვენ ისნებართვით გადავალ უკვე. უკაცრავად. მოგესალმებით პირველ რიგში. გასაგები არის, რომ თქვენ ახლა დოქტორანტებზე საუბრობთ სადოქტორო ქსელებზე, მაგრამ აი იმ კვლევარების კლასიფიკაციაში მესამე და მეოთხე შორის რა განსხვავება ამას მაინც ხო ვერ გვეტყოდით მოკლედ? R3 და ნახეთ როგორ არის მისი პროექტის ინიცირება და წამოწყება ცალკე დონე დაქვთ და პროექტის ხელმძღვანელობა და იმ სფეროში წამყვან, ასე ვთქვათ, რანჟში მოხვედრას ცოტა უფრო სხვა დონეზე ანიჭებენ. ამას მე ხა განმარტებას უნივერსალურს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ სფეროსა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი ძირითადი განსხვავება არის
წაძღოლა იმ კვლევითი დამოუკიდებლად წაძღოლა lead researcher-ობა იმ სფეროში, რომელშიც თქვენ ხართ. აი ეს არის ხოლმე 3-სა და 4-ს შორის ძირითადი განსხვავება. მაგალითად, მას რა ქვია, ERC-ს აქვს თავის პროექტში განმარტება ამისი, ERC-ს სტანდარტი, ანუ ამისი დამატებითი განმარტება არის, იქ არის consolidated grant-ი არის და არის individual grant-ი, ინდივიდუალური ერთი ადამიანია და ის დანარჩენი არის 3 ადამიანი და ამათ შორის კიდე lead researcher-ი აირჩევა და აი მეოთხე დონე lead researcher-ის ვთქვათ იზიარებს და მე შემიძლია ჩემ კოლეგას ვთხოვო ERC-ის წარმომადგენელს და იმას დოკუმენტალურად ექნება სადღაც განმარტება, მე ვიცი რომ არის, უბრალოდ ეგ ჩემი პროექტი არ არის, მე ესე ზემოთ ვეღარ ავდივარ, Marie Curie არ ორ დონეზე ვჩერდებით, ჩვენ ჯერ პატარები ვართ, მაგრამ ეკას ეცოდინება სრული განმარტება, ვიცი რომ არის იქ. უღრმესი მადლობა. კი ბატონო. სხვა კითხვა თუ არ არის, გადავალ მაშინ მეორე ნაწილზე, ძირითად ნაწილზე. ამ ნაწილში ვისაუბრებ ზოგადად სადოქტორო ქსელზე, მიზანზე, ტიპიურ მაგალითს მოვიყვან და დიდი აქცენტი მინდა გავაკეთო სამეცნიერო ხელმძღვანელის, მკვლევარის და ინსტიტუციის ვალდებულებებზე. ჩვენ ცალკე დოკუმენტი გვაქვს, supervision guide, ესე ქვია, ამ დოკუმენტის ლინკიც მაქვს, მაგრამ ამ დოკუმენტს გაგაცნობთ თავიდან ბოლომდე. ეს ახლა ნახეთ რატომ ჭირდება. გასაგებია რომ დედლაინი 1 ნოემბერშია და ეხლა სადოქტორო ქსელის 0-დან გაკეთებაზე ლაპარაკი მეტია, თუმცა შეიძლება ინსტიტუციას ჰქონდეს შემოთავაზება პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ჩასვან ისინი უკვე გამზადებულ კონსორციუმში. და ხშირად ინსტიტუციას ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის კუთხით მაქვს ეს წინადადება, აი მზაობა გვაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით ხოლმე რა დონით და დოზით უნდა ვიყოთ იმისათვის მომზადებული, რომ შევძლოთ ის პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე შევასრულოთ, რაც კონსორციუმში შესვლას და ჩვენ პასუხისმგებლობის ჩვენს იმას შესრულებას ნიშნავს და აი ამ მიმართულებით მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, რა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი იმისათვის, რომ მოკლედ ასე ვთქვათ, ჩვენი ადგილი დავიკავოთ კონსორციუმში. შესაძლო აქტივობებზე გავამახვილებ ყურადღებას და დაფინანსების სქემა მაქვს ბოლოს სტანდარტული, რომელსაც გაჩვენებთ. ეს არის პირველი ნაწილი. სადოქტორო ქსელების ზოგადად, რაც ტიპიური აქტივობები არის პროექტი, რომელიც ინტეგრირებულია სადოქტორო სწავლებაში. ანუ ვსწავლობთ დოქტორანტურაზე, მაგრამ ჩვენ კონკრეტული კვლევის გარშემო არის ფაქტიურად მთელი დოქტორანტურის პროგრამა აგებული. ამ დოქტორანტურის პროგრამაში სტუდენტი, როდესაც ვიღებთ სტუდენტს, შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც აი გავაკეთოთ როგორც ადგილობრივი, მაგალითად მაქვს დოქტორანტურის პროგრამა და ჩემი დოქტორანტურის პროგრამის ბაზაზე მოვახდინო რაღაცა ნაწილი მოდულის გააქტიურება ქსელში, სიტყვაზე ვთქვათ, კონკრეტული ტრენინგები, რაც უკვე მიმდინარე სადოქტორო პროგრამებში მაქვს, გადავიტანო იმ ქსელში და ჩემ ნაწილში მე როგორც ქსელის პარტნიორმა შევთავაზო კონკრეტული აქტივობა, იქნება ეს კვლევითი კომპონენტი, იქნება ეს პრაქტიკული კომპონენტი, თუ რაიმე კურსი, რომელიც დაკავშირებული არის დოქტორანტის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. დოქტორანტურის ქსელი, აი ფაქტიურად არსებული დოქტორანტურის გადაწყობის პრინციპით ხდება, სადაც ხდება ცოდნის გაზიარება, საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვა და იმ პროექტის ფარგლებში ექსპერტების შესაბამისი ექსპერტების მოწვევა იმისათვის, რომ ერთი დოქტორანტი, ასე ვთქვათ, სრულად გაიზარდოს ამ პროგრამის დასრულების შედეგად. როგორც წესი, მე ის პროექტები, რაც მე მინახავს, მაქსიმუმი რაოდენობა დოქტორანტების, რომლებიც ამ პროგრამით შეგვიძლია ავიყვანოთ, გათვლილია ხოლმე 11-13 მაქსიმუმ. ანუ იმდენად ინდივიდუალურად დგება ამ დოქტორანტის შემოსვლიდან მისი როტაციების გათვლა სხვადასხვა მონაწილე ქვეყნებში, რომ
ბევრ დოქტორანტს ვერ იყვანენ ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ Excel-ის ყველა კომპონენტი, ყველა ქვეყანაში როგორც არის გაწერილი, ისე უნდა გაიაროს დოქტორანტმა. ფაქტიურად ესეთი მიზეზი, კავშირი, ყველაფერი ისე ნათლად უნდა ჩანდეს ამ სადოქტორო ქსელში, რომ იქ კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს და უშუალოდ ეს ქვეყანა ამ სადოქტორო ქსელში რა ნაწილში მონაწილეობს. სადოქტორო ქსელები შეიძლება იყოს ორი ტიპის. ამ შემთხვევაში industrial doctorate, რასაც ქვია, ჩვენ ქართულით ანუ ეხლა მიმდინარე, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით, რეგულაციებით ჩვენ არ გვაქვს ესეთი ტიპის დოქტორანტურა. ჩვენ კლასიკური ტიპის დოქტორანტურა გვაქვს, თუმცა joint doctorate-ში შეგვეძლია სურვილისამებრ ჩვენც გავცეთ დიპლომი. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ Excel-ში ვართ, Excel-ში უბრალოდ იმ ჩვენივე კომპონენტში მონაწილეობთ და ვახორციელებთ, ეს იქნება საზაფხულო სკოლა, კონფერენცია, ტრენინგ კურსი, კვლევითი ნაწილი, ჩვენ ვასრულებთ ამას, გავატარებთ იმ დოქტორანტს, რომელიც ჩამოსულია და დიპლომის გაცემის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს. ანუ ერთი ინსტიტუციიდან იღებს დოქტორანტის საბოლოო ჯამში, სადაც დაიცავს, იქ იღებს სადოქტორო ხარისხს, ანუ იქაურ დიპლომს. პროგრამა მოიცავს 58 თვეს მაქსიმუმ და 60 თვეს, როდესაც ერთობლივი დოქტორანტურა არის და fellowship-ები, ანუ პერიოდები შეიძლება იყოს გათვლილი 3 თვიდან 36 თვემდე ჩვეულებრივ დოქტორანტურაზე და joint-ების შემთხვევაში ცოტა მეტი დრო არის გათვლილი ამ შემთხვევაში. ქვეყნების რომ გადავხედოთ, ესეც ასე ვთქვათ 2023-ის მონაცემებია, 24-ისაც პრინციპში არ შეცვლილა მას შემდეგ. ეს არის ის წილი, რაც მოდის ძირითადი ქვეყნები, რომლებიც აქტიურად არიან სადოქტორო ქსელებში ჩართული და ფაქტიურად ის ქვეყნები, აი მაგალითად ესპანეთი ერთ-ერთი მოწინავეა, პროგრამას ვერ ნახავთ დოქტორანტურისას, რომელიც აი ესე ცალკე არის და ცალკე ხორციელდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში და ერთ უნივერსიტეტში. ანუ მათ საერთოდ შეცვალეს ეს გაგება დოქტორანტურის პროგრამის და თუ რამოდენიმე ქვეყანა მაინც არ არის ჩართული სხვადასხვა კომპონენტით, ისედაც არ ახორციელებენ სადოქტორო პროგრამებს. ეხლა იმისათვის, რომ ჩვენ მოვძლიერდეთ, რომ თავის შევთავაზოთ ჩვენი არსებული სადოქტორო პროგრამები, შეიქმნა supervision guide, ესეთი დოკუმენტია, რომელიც არ არის საკმაოდ პატარა დოკუმენტია, მისი ყველა ელემენტი ახლა მე მაქვს აქ და გაგიზიარებთ, სადაც აი იმ ინსტიტუციას, ვისაც უნდა რომ შეაბიჯოს ამ სადოქტორო ქსელების, ასე ვთქვათ, სფეროში გზამკვლევებით არის რა მიმართულებით რა ნაწილი უნდა დახვეწოს, რომ შეძლოს ამ სადოქტორო ქსელებში, ვთქვათ, მისი საპატიო ადგილი დაიჭიროს. პირველი ნაწილი, რასაც ეს supervision guide მოიცავს, არის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მისი როლი. იცით როგორ არის რაღაცა თვითშეფასებისთვის ჩეკლისტივითაც შეიძლება გქონდეს, რომ თუ ჩვენ ამ პრაქტიკებს ვახორციელებთ და ამ ღირებულებებს ვიზიარებთ და ისედაც ესეთი ხელმძღვანელი, ესეთი მკვლევარი და ესეთი ინსტიტუცია ვართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ პრეტენზიაც გქონდეთ, რომ უფრო მეტი კომპონენტის განხორციელება შეძლოთ იმ სადოქტორო ქსელებში, რაშიც მუშაობთ. Supervision guide სამეცნიერო ხელმძღვანელზე ბევრად ისე დეტალურად ჩადის, მე უბრალოდ მოკლედ მინდა მოგახსენოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ხელმძღვანელის როლი გამოყოფილია კვლევის ნაწილში და შემდგომ უკვე ემატება ამას კარიერული განვითარება. კვლევის ნაწილში გასაგებია, რომ
ნებისმიერი აკადემიური, ტექნიკური, ტრანსფერული უნარების შეძენა წახალისება, პროგრესის მონიტორინგი, სადოქტორო ქსელებში, როდესაც დოქტორანტი ჩამოგდის და ვიბარებთ, იქ არის ძალიან ისეთი დეტალური უკავშირის სქემები, სადაც ეს ჩამოსული უცხოელი დოქტორანტი ჩვენ გვაფასებს, რამდენად მიდიოდა მასთან სწორი კომუნიკაცია, მონიტორინგი ხდება იმ უკავშირის და ეს უნდა იყოს რეგულარული, ანუ მზაობა იმისი, რომ კი ჩამოვიდეს უხელმძღვანელებ, ანუ ბევრად მეტს მოიცავს ვიდრე უბრალოდ ხელმძღვანელობა. აქ აუცილებელია, რომ კარიერის განვითარების გეგმა არსებობდეს და ამ გეგმას მიყვებოდეს ხელმძღვანელი. ამ გეგმაში, როგორც წესი იწერება ხოლმე, არა მარტო ის კვლევა, ექსპერიმენტი ან პრაქტიკული ელემენტი, რასაც ჩაატარებინებთ დოქტორანტს, არამედ მისი მიზნობრივად დავუშვათ მივლინებები სამეცნიერო ტრენინგებზე, კონფერენციებზე, მისთვის საჭირო ხალხთან შეხვედრების დაორგანიზება და აი ეს სეკონდმენტების ნაწილიც დავუშვათ მისი რაღაცა პერიოდით მივლინება, კონკრეტულ ქარხანა იქნება, სამეწარმეო ობიექტი იქნება თუ პრაქტიკის განხორციელებელი რომელიმე ობიექტი, რომელიც მას კვლევაში მჭირდება. თუ ინსტიტუციას მაგალითად ხელმძღვანელი ჩათვლის, რომ არასათანადო ინფრასტრუქტურა აქვს და შეიძლება მივავლინოთ უკეთესი ინფრასტრუქტურის, უკეთესი ლაბორატორიის მქონე დაწესებულებაში, ესეც გათვალისწინებული უნდა იყოს კვლევაში დახმარების კომპონენტში. და კიდევ ბევრად უფრო მეტი ყურადღება ექცევა კარიერის განვითარებაში ჩართვას. კერძოდ რჩევები, რა რჩევები მიიღო ხელმძღვანელის მიერ, დავუშვათ ჩამოუყალიბა თუ არა, დაუწერა თუ არა მან სამუშაო გეგმა, განუმარტა თუ არა, დავუშვათ ის ნაბიჯები, სადაც ეს ასე ვთქვათ, პირველად ფეხადგმული მეცნიერი უნდა გამოჩნდეს საზოგადოება, კონტაქტები და ასე შემდეგ. ამ ნაწილში ინსტიტუციას ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ ერთი კონკრეტული კარგი წარმატებული მეცნიერი, რომელიც ინსტიტუციასთან αφილირდება, შეირჩევა ხოლმე სადოქტორო ქსელის ნაწილში და მერე იმ ერთ ადამიანს უწევს ამ დოქტორანტის ცოტა ცუდი სიტყვა დევნა, ასე ვთქვათ. თუ ინსტიტუციის დონეზე ადმინისტრაციულად ეს მექანიზმები და პრაქტიკა არ არის დანერგილი, მაშინ ცოტა უსამართლო არის ხოლმე იმ ხელმძღვანელთან, იმიტომ რომ იმ ხელმძღვანელს რაღაცნაირად ჭირდება ეს ადმინისტრაციული დახმარება იმისათვის, რომ რაღაცები დაორგანიზდეს, გაკეთდეს და ეს ყველაფერი პროცესის დონეზე კეთდებოდეს. აქ სავარაუდოდ დამსწრე საზოგადოებიდან ალბათ კი არა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბრძანდებით და მაქსიმალურად დიპლომატიურად ვეცადე გადმომეცა, მაგრამ ალბათ მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი, ანუ ის ინსტიტუციური მხარდაჭერა ხელმძღვანელის მხოლოდ მზაობაზე, რომ არ დარჩეს ეს მიმართულება. შემდეგი ნაწილი ამ გაიდში გათვალისწინებულია მენტორობა და მკვლევარის კეთილდღეობა და სხვათა შორის ამ მიმართულებითაც საკმაოდ ისეთი მომთხოვნი სტუდენტები არიან უკავშირში, სულ ასახავენ იმაზე, რომ აი სოციალურ ასპექტებში დახმარება, ეს იქნება ვიზა საფორთი, იქნება რაღაც ჰაუსინგი თუ რაღაც აი დამატებით საკითხებზე, რაც პირდაპირ მათ კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული, ხშირად უწევს ხოლმე ეს პირდაპირ სამეცნიერო ხელმძღვანელის ვალდებულებაშია, რომ მკვლევარი, ასე ვთქვათ, კმაყოფილი იყოს და აქაც ინსტიტუციურ დონეზე დახმარება ნამდვილად საჭიროა ხოლმე, პირდაპირ გაიდში წერია, აი დამხმარე ინსტრუმენტები უნდა გქონდეს, ინფორმაცია უნდა გქონდეს ამის შესახებ და მიაწოდოს
ეს ყველაფერი. ნუ აი conflict resolution-საც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირდაპირ გაიჩი არის ეს ყველაფერი გაწერილი. ეთიკის კომიტეტი იქნება, ეს პროცედურა იქნება დასაჩივრების ნაწილში, დაუშვათ რაიმე პრობლემის წამოწვრის ნაწილში, ანუ ინსტიტუციურ დონეზე დალაგებული უნდა იყოს და ამაზე წვდომა უნდა ქონდეს ხელმძღვანელს, რომელიც სრულად მიაწოდებს ინფორმაციას მის, ასე ვთქვათ, ფრთის ქვეშ მყოფ მკვლევარს. გაიდი, supervision გაიდი ასევე მოიცავს მკვლევარის როლს. რა თქმა უნდა, ხა მარტო სამეცნიერო ხელმძღვანელი ხომ არ არის, მკვლევარსაც აქვს თავისი ვალდებულებები, რომ ჩაატაროს ის კვლევა კეთილსინთეზიერად, რაზეც ჩამოდის და დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული, გეგმას მიყვეს და მართოს მისი კარიერა და განვითარდეს, იქ ვერ წავედი, აქ არ მინდა და ასე შემდეგ რომ არ იყოს. კეთილდღეობის შემთხვევაში, ანუ მან უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი, გაუზიაროს, მოთხოვოს ხელმძღვანელს ის ყველაფერი რომ იყოს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი და კომუნიკაციის ნაწილშიც ხშირ შემთხვევაში რაღაცა აი იყო მაგალითად შემთხვევები, როდესაც ჩამოსულა დოქტორანტი და რაღაცა ასე ვთქვათ, მისი დარდი, მის საჭიროება არ გაუზიარებია ხელმძღვანელთან და მე ხელმძღვანელს ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაში იყო მისი ის შედეგი, რაც დადგა, რაც რეალურად არ იყო ხელმძღვანელის არანაირი ბრალეულობა, მკვლევარს აქვს იმისი ვალდებულება, რომ ამ ყველაფერს მიყვეს და შეასრულოს ის, რაც ევალება. და ასევე ეს გაიდი განიხილავს ინსტიტუციის როლსაც, აი უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი იქნება ეს თუ უშუალოდ ფაკულტეტი და პროგრამა, აი რა გჭირდება იმისათვის, რომ გქონდეს გამართული, რომ შევძლოთ სრულად, ასე ვთქვათ, ანუ ხელმძღვანელიც არ ჩავაყენოთ უხერხო მდგომარეობაში, მიღებული დოქტორანტიც გვყავდეს კმაყოფილი ამ პროცესის და შესაბამისად გაწერილი შედეგიც რომ დავდოთ. ინსტიტუციის როლიც ასევე დეტალურად მაქვს კვლევაში დახმარება, განვითარება და ასე შემდეგ და ამასაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ თავისუფლად თქვენ თვითონაც გაეცნოთ. ის აქტივობები, რაც შეიძლება სადოქტორო ქსელში, აი მაგალითად, კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოახდინოთ თქვენი არსებული პროგრამის ან არსებული პროფესურის პოზიციონირება, ანუ რა მაქვს უნიკალური, მე რა შემიძლია შემოგთავაზო და ამისი, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა და კონსორციუმისთვის შეთავაზება უნდა მოხდეს. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური პერსონიფიცირებული პროექტები მაგალითად. ეს შეიძლება იყოს მე ჩემს პროგრამაში, არსებულ პროგრამაში ან ინტეგრირებული ფაკულტეტზე მქონდეს დისციპლინები, სადაც სხვადასხვა სექტორი და დისციპლინა შემიძლია მოვიყვანო ერთად. შეიძლება ჩატარდეს ვორქშოპები პრაქტიკოსებთან ერთად. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ეს პროექტი, ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე სადოქტორო ქსელის გამარჯვებული პროექტის და იქ არის საქართველოს ნაწილში არის როგორც აკადემიური კომპონენტი, სადაც ხელმძღვანელობს პროფესორი დოქტორანტს, ასევე არის არააკადემიური კომპონენტი, სადაც თემიდან გამომდინარე პრაქტიკული ელემენტის ნაწილში ტრენინგ მოდული უტარდებათ სტუდენტებს პრაქტიკული კომპანიის მიერ პრაქტიკულ საქმიანობაზე, რაც რა თქმა უნდა დაკავშირებული არის მათ კვლევასთან. ანუ აი ესეთი ტუტორიალები შეიძლება იყოს, ზაფხულის სკოლები შეიძლება იყოს, მივლინებების ნაწილი შეიძლება შევთავაზოთ და ასევე შეიძლება რაღაცა, ასე ვთქვათ, ინოვაციებისთვის მოვამზადოთ. აქ უტარდებათ ხოლმე მაგალითად მეწარმეობის ტრენინგები, როგორ აქციოს დოქტორანტმა მისი კვლევითი იდეა, მომგებიან იდეად, ესეც შეიძლება ნაწილია და უშუალოდ ძლიერი მხარე გქონდეთ ინსტიტუციაში, გქონდეთ ამისი გამოცდილება, მისი კვლევის შედეგების კომერციალიზაციის იმ სფეროში, რაშიც სადოქტორო ქსელია და ამ ნაწილში შეხვიდეთ და მხოლოდ სიტყვაზე ვთქვათ, დოქტორანტები მხოლოდ ჩამოვიდნენ თქვენთან, აი მეწარმეობის უნარების ტრენინგზე, ვორქშოპზე, სადაც თქვენ ნაწილს შეასრულებთ და ეს იქნება თქვენი მონაწილეობა სადოქტორო ქსელში. სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, სფეროს, სხვადასხვა
ტიპის ღონისძიება შეიძლება დასჭირდეს და ამიტომ ეხლავე რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი, ეხლა დედლაინი 2 თვეშია და ყოველ წელს ერთი და იგივე პერიოდში არის ხოლმე და როგორც წესი რო იკეტება წინა დედლაინი, უკვე იწყებენ ხოლმე მომავალი წლისთვის აი ამ კონსორციუმის შეხვედრებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი უნიკალური თვისებები უნდა შეიკრიბოს სხვადასხვა მხარის კონსორციუმში, რომ ჩვენ ერთ სურათს, როდესაც შემფასებელი შეხედავს, აი წარმოიდგინოს დოქტორანტის გზა შემოსვლიდან ბოლომდე სად რას განივითარებს და როგორ ჩამოყალიბდება, რომ ბოლოს შედგეს როგორც კვლევარი, რომელსაც ესმის პრაქტიკაში დასმული პრობლემატიკა შეუძლია ამ პრობლემატიკაზე იმუშაოს და აკადემიურად გადაჭრის გზას, ასე ვთქვათ, გზამდე მივიდეს და შეძლოს ამ შედეგების არააკადემიურ სექტორში გადმოთარგმნა და მათი კომერციალიზაცია. ანუ ფაქტიურად ეს რაღაცა ევოლუციის ჯაჭვია, რაც მან უნდა გაიაროს სხვადასხვა მონაწილეების ხელში იმისათვის, რომ ესეც სპეციალისტად ჩამოყალიბდეს. ბატონო? ხო და მაშინ წასო შენ ფეხით წადი და მანამდე მე ვიყავ. ხო, კითხვა მეგონა, სავარაუდოდ მიკროფონი აქვს გამოსართველი. კარგით, კითხვა მეგონა, ბოდიშით. ეს არის ფინანსური განაწილება, ესე იგი დოქტორანტი იმ თვეებში, რომელსაც ატარებს ამ პროგრამით, ანუ მივლინებაში არა, ანუ International Mobility მობილობის პერიოდში ყველა თვის ანაზღაურებას, ანუ თვეების მიხედვით იცვლება ანაზღაურება, ცოტა კიდევ უფრო გავზრდი მე მგონი არ ჩანს კარგად, თავის განმარტებებიც მოყვება. ესე იგი თვიური საცხოვრებელი ანაზღაურება მას გადაეხდება 3,500 ევროს ფარგლებში ყოველი თვის განმავლობაში. მე ქვეყნის კოეფიციენტზე მრავლდება და ანუ იქ თითო ქვეყანაში ცოტა კორექტირდება, მაგრამ ზოგადი თანხა ეს არის. მას ასევე ეძლევა მობილობის ხარჯი თვიური, ოჯახის წევრებზე გაწერილი ხარჯი და ასევე იმ ყოველ თვეზე, რომელშიც ჩვენ მასპინძლობთ დოქტორანტს, ვიღებთ როგორც კვლევისათვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს, რომელიც ისევ ამ დოქტორანტზე და მის ხელმძღვანელზე იხარჯება და ასევე მენეჯმენტისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს, რომელიც ამ დოქტორანტის, ასე ვთქვათ, კვლევის მართვის ნაწილში დაგჭირდება, დაწყებული იმ ოთახიდან, სადაც და იმ აღჭურვილობიდან, რაც ამ დოქტორანტს ჭირდება, დამთავრებული ელემენტარული დაუშვათ აი გაგზავნა პატარა მიმდინებების ხარჯებით და მენეჯმენტის და ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, ხარჯები, რომელიც ეს ყველაფერი გაწერილია თითო თვის ანაზღაურება, ანუ რამდენი თვეც არის, იმდენი თვე აი ეს ამ ტიპის ბიუჯეტი არის გაწერილი, მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, თუ უნივერსიტეტში კვლევის კომპონენტში ჩამოდის და შემდეგ ტრენინგის მოდულს უნივერსიტეტის გარდა დაუშვათ კომპანიაში გადის ეს სტუდენტი, აი ბიუჯეტით შესაბამისად ნაწილდება აი ამ ყოველთვიური რისერჩი და მენეჯმენტ ხარჯებით, რასაც უნივერსიტეტი იღებს, მერე ხდება უკვე იმ მესამე მხარის, ასე ვთქვათ, ტრენინგის ჩამტარებლის ბიუჯეტთან გასწორება. ანუ თუ დოქტორანტი ქვეყანაში არ არის, იმ თვეს დაფინანსება სხვა რაღაცეებისათვის არ არის. ანუ დოქტორანტზე მობმული ანაზღაურების ტიპი. იგივე გვაქვს ჩვენ პოსტდოკზეც, ანუ იმ თვეებში, როცა მობილობა ხდება, იმ თვეების ანაზღაურებაზე არის მიმული კონკრეტულ პიროვნებაზე. ეს რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს. ეს აქ კიდევ ძალიან ბევრი ლინკი მაქვს და დოკუმენტი საინტერესო, რას ვილაპარაკე, ყველაფრის, ასე ვთქვათ, დოკუმენტი აქ არის. ეს იყო ზოგადი ნაწილი
და ძირითადი აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო ხელმძღვანელის თვითონ კვლევარის და ინსტიტუციის როლზე, რასაც supervision guide მოითხოვს და პატარ-პატარა მაგალითები, აი თუნდა ფინანსების ნაწილში და იმ აქტივობების ნაწილში, რაც შეიძლება მოვიაზროთ, რითიც შეიძლება შევიდეთ კონსორციუმში. რამე კონკრეტული კითხვა ხომ არა გაქვთ ამ ეტაპზე, სანამ მეორე ნაწილზე გადავალთ, მეორე ნაწილი არის კონკრეტულად კონსორციუმზე. აი ვინ შეიძლება იყოს, რა წევრი, რას ნიშნავს და როგორ მოვემზადოთ კონსორციუმის წევრობისთვის. აქამდე თუ არის რაიმე კითხვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრე. გამარჯობა, ერთი კითხვა მექნებოდ შეიძლება. დიახ, პავლე. დიახ, მადლობა პრეზენტაციისთვის. საინტერესო იყო ყველაფერი, რაც თქვით და აი ეხლა მაგალითად დოქტორანტები მე ჩემი დოქტორო პროექტით, რომელიც მუშაობ და აი მაგალითად როგორ უნდა შემოვიტანო მაგალითად ჩემი დოქტორო პროექტი. აი ამ პროცედურაზე თუ ვისაუბრებთ დღეს. როგორ უნდა დავქნათ ბოდიში? როგორ უნდა შეიძლება ვის შეიძლება დავალაპარაკო, ან როგორ შეიძლება შემოვიტანო ჩემი დოქტორო პროექტი მაგალითად დაფინანსებით. ამაზე თუ ვისაუბრებთ. თქვენ დოქტორანტურის ქსელში ჩასართველად გჭირდებათ ინსტიტუცია. ეს ინსტიტუცია შეიძლება იყოს უკვე დოქტორანტურის განმხორციელებელი ფაკულტეტი ან მიმართულება, ან ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს დოქტორანტურის კომპონენტის განხორციელების უფლება. ეს ერთი, ასევე შეგიძლიათ იყოთ არააკადემიური სექტორი, რომელიც მზად ხართ იმისათვის, რომ მიიღოთ დოქტორანტი კონკრეტული თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული მიმართულებით. და მერე უკვე ვეძებთ კონსორციუმს და აი ჩემი ეს მეორე ნაწილი ზუსტად არის როგორ მოვხვდეთ ამ კონსორციუმში, ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ კონსორციუმში მოვხვდეთ. აი ეხლა გავივლი მაგ საკითხს. კი ბატონო. სხვა რაიმე კითხვა ხომ არ არის? უკაცრავად თეონა, მადლობა პირველ რიგში პრეზენტაციის. საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ არ მაქვს, უბრალოდ კავშირი არ მივარგა და ხო შეიძლება მე ამ ყველაფრის გაზიარება ალბათ ხო ელფოსტაზე? დიახ, ჩანაწერს ვაკეთებთ და დიახ, ჩანაწერი კეთდება და მოგაწვდით აუცილებლად. და ასევე დამატებითი შემდეგი follow-up-ისთვის შეგვიძლია უკვე ინდივიდუალურადაც გავიაროთ ჩემთან თუ რაიმე კონკრეტული საკითხი და გაინტერესებთ. მადლობა. კი ბატონო. კარგით, გადავალ მაშინ მეორე ნაწილზე. უკაცრავად ერთ კითხვას დავსვამ, ვიდრე ამ ნაწილზე გადავალ, პირველ რიგში მეც მადლობებს შევუერთდები, ძალიან სასარგებლოა აქამდე მოსმენილიც, უშუალოდ მასთან არ გამჩენია კითხვები. ზოგადად მინდა კითხოთ, თქვენ ფაქტობრივად თქვათ არ მიიჩნევთ მიზანშეწონილად, უბრალოდ არ ფიქრობთ, რომ აქვს პერსპექტივა საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი ქსელის შექმნაზე განაცხადს, ხო? ანუ აუცილებლად მაინც ქსელებზე უნდა ვიფიქროთ. უკვე არსებობს. ხო, უბრალოდ პრაქტიკა მაჩვენა, რომ დროის ფაქტორი უფრო გვიმართლებს, როცა ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულს ვუერთდებით, თორე რა თქმა უნდა ნულიდანაც შეგიძლიათ შექმნათ კონსორციუმი და თქვენ იყოთ ერთ-ერთი წამყვანი წევრი კონსორციუმის და ასევე საქართველოს აქვს უფლება, რომ კოორდინატორადაც შეიტანოს, ანუ მთავარი ასე ვთქვათ, კოორდინატორადაც შეხვიდეთ. არა, მას თალსახად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გააჩნია, რამდენად ძლიერი ხართ იმ სფეროში, რომელშიც გნებავთ ამ სადოქტორო ქსელის ჩამოყალიბება. თუ თქვენ გააქვთ ის კონკურენტული უპირატესობა, რომ ისეთ უნიკალურ განათლებას და ტრენინგს მისცემთ სტუდენტებს, სადაც რასაც სხვაგან თქვენს ასე ვთქვათ, კონკურენტი კი ქვია, მაგრამ ანალოგიურ პროგრამებში მოიძებნება ევროპაში, რატომაც არა. მადლობა დიდი. კი, მადლობა.
კარგით, გადავალ მაშინ მომზადების ნაწილში, კონსორციუმის მზადების ნაწილში და აქ შევეხები, როგორც ვთქვით, სადოქტორო ქსელებისათვის როგორ მოვემზადოთ და კონსორციუმს ძირითადად რა და როგორ ხდება. ნუ პირველი ნაბიჯი არის, რომ ძირითადი, ასე ვთქვათ, საქართველოს ქართულ რეალობაში არის არსებული პროგრამის ხელმძღვანელები და მათი მოტივირება უკვე წარმატებულ ისეთ პროგრამაზე, რომელსაც ყავს წარმატებული დოქტორანტები. რას ვაკეთებთ? აი თუ ვიწყებთ ნოლიდან. თქვენ იცით, რომ აკრედიტაციის პროცესში სავალდებულოა, რომ უნივერსიტეტს ყველა დონეზე იქნება ეს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო, განსაკუთრებით სადოქტორო, მემორანდუმი იყოს გაფორმებული საერთაშორისო პარტნიორებთან და აი მემორანდუმის საფუძველზე, მემორანდუმი ხო პირველი ხელის ჩამორთმევის პროცესია, აი მერე უკვე გაღრმავდეს ურთიერთობა და მათ დავეკონტაქტოთ, ხომ არ მოიაზრებენ, ან ხომ არ აქვთ უკვე რაიმე კონსორციუმი, სადაც გაგიწევენ რეკომენდაციას, ან ხომ არ უნდათ, რომ შექმნან ახალი კონსორციუმი. კარგია, როდესაც ყავს უკვე არსებული სადოქტორო პროგრამა, უკვე კვლევები გვიდევს, სტატიები გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ ჩვენი სიტყვა უკვე ნათქვამი გვაქვს ამ სფეროში და უფრო ადვილად მოვახდინოთ ჩვენი თავის პოზიციონირება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ცოტა რთულია, როდესაც ბევრი წევრია, ყველა ერთმანეთს ერთი და იგივე დოზით ვერ ენდობა იმისათვის, რომ 4 წლიან პროექტში, ასე ვთქვათ, გადაწყვიტოს, რომ იყოს მონაწილე და ამიტომ აი რაღაცა ესეთი საწყისი ნაბიჯები ყოველთვის ამართლებს ხოლმე. კიდევ შეიძლება არ გქონდეს ძლიერი სადოქტორო პროგრამა, მაგრამ გქონდეს ძალიან ძლიერი აკადემიური კადრი, რომელიც აი პერსონალი, რომელზეც ფაქტიურად შეიძლება იმ ერთი პერსონალით, ასე ვთქვათ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და პოზიციონირება მოვახდინოთ. აი ეს არის ხოლმე ჩემი პირველადი რჩება. შესაძლო სირთულეები რაც არის, აი ცოტა აკრედიტაციის ნაწილში არის ხოლმე დაუშვათ თუ არ არის პროგრამა, მერე კომპონენტის ნაწილი, ეს უკვე ქართულ რეალობაში, ამიტომ როგორც წესი უკვე არსებულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებით შედიხართ, არსებული სადოქტორო პროგრამა უფრო ამართლებს ხოლმე. ხელმძღვანელის მოტივირება, იმიტომ რომ ხელმძღვანელს ცალკე ანაზღაურება, როგორც ესეთი არა აქვს ამ პროექტით გათვლილი, არის გათვლილი ის მენეჯმენტის და კვლევის ხარჯები, რომელიც სტუდენტთან ერთად ხელმძღვანელი თანამონაწილეობს კვლევაში და მათ რაც სჭირდებათ, ამის უზრუნველსაყოფოდ არის გამოყოფილი, მაგრამ ისე რომ ხელმძღვანელს ხელფასი ხელმძღვანელობაში ჩაერიცხოს ამ პროექტიდან, ესეთი სქემა არა გვაქვს. ხელმძღვანელის, ასე ვთქვათ, დროის და მისი ძალისხმევის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ ინსტიტუციის მიერ, სადაც ის არის αφილირებული და არა პროექტიდან კონკრეტულად. აქაც არის მომენტი, რომ სადოქტორო ქსელებში ჩვენივე სტუდენტებს ვერ ვთავთ, ანუ მობილობა აუცილებელი, ანუ უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, ადგილობრივზე ეს არ ვრცელდება და აკადემიური პერსონალის დატვირთვა და ანაზღაურების თემა არის კიდევ, ანუ ვისაც ჩავთავთ ამ სხვადასხვა კომპონენტში, რაც საშუალება იქნება მენეჯმენტის ხარჯებში, უფრო ხარჯებით არის და არა ანაზღაურებით ამ პერსონალის, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება. წინასწარ რომ იყოს ეს ყველაფერი გარკვეული მონაწილეობასთან, იქნება კარგი. ეხლა კონკრეტული რჩევები კონსორციუმის შესახებ რამოდენიმე გავაჟღერე ასევე, მაგრამ კიდევ გავმეორდები. უკაცრავად თეონა. ალექსანდრეს აქვს ხელი აწეული. მე მარტო ჩემ ეკრანს ვხედავ და ბოდიში კარგია რომ მოგება. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება. რამდენად სავალდებულო არის იგივე დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად გაკეთება, რომელ უნივერსიტეტშიც ვართ, თუ ამაში თავისუფალები ვართ, რომ სხვა კოლეგასთან თუნდაც სხვა უნივერსიტეტში იმასთან ერთად გავაკეთოთ, თქვათ ეს განაცხადი. ანუ აუცილებელია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად იყოს, რომელშიც ჩვენ ვართ, თუ ეგეთი ვალდებულება არ არის.
მივხვდი კი ბატონო ალექსანდრე ერთ კითხვას ჩაგეკითხებით გავაკეთოთ ამბობთ თქვენ როგორც დოქტორანტი ისე მესაუბრებით ახლა თუ როგორც სადოქტორო ქსელის წამყვანი პროფესორი არა როგორც დოქტორანტი გესაუბრებით კი ბატონო როგორც დოქტორანტი თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებთ სადოქტორო ქსელი შექმნა არის ინსტიტუციის ან მიმართულების ფუნქცია. დოქტორანტი მერე რეკრუიტინგი კეთდება და მერე მოგვყავს საზღვარგარეთიდან. თქვენ შემთხვევაში უშუალოდ პირადად თქვენთვის თუ ეძებთ უკვე დაფინანსებული სადოქტორო ქსელი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, სადაც უკვე რეკრუიტინგში თქვენ თვითონ როგორც დოქტორანტი მიიღებთ მონაწილეობას. სიტყვაზე ვთქვათ, მაგალითად პაკეტი რო იწერება კონსორციუმში, შეიძლება 5 ქვეყანა ვიყოთ და მე ვარ ესპანეთი და მე მაბარია რეკრუიტინგის პაკეტი work package-ებს ვეძახით და მე ესპანეთი ვებგვერდზე პროექტის ვებგვერდზე და Evraccess-ზე ვდებ პირობებს და მე ვახდენ დოქტორანტების შერჩევას. მე რო შეგარჩევთ თქვენ ალექსანდრე, თქვენ უკვე იმ გაწერილი გეგმით უკვე მოძრაობთ კონსორციუმის წევრების ანუ თქვენ ეს სადოქტორო ქსელის განაცხადი არ შეგაქვთ როგორც დოქტორანტს. ეს მივხვდი, უბრალოდ იცით რისი გარკვევამინა, ანუ ინფორმაციისთვის მათ შორის როგორც დეპარტამენტისთვისაც რომელშიც ვარ. ანუ мотиваციის ამბავში რომელსაც თქვენ ახსენეთ, ანუ ვიღაც მოტივირება. ეს ხო აბსოლუტურად თავისუფალია, ანუ ნებისმიერი ესე ვთქვათ, დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეუძლია განაცხადის გაკეთება. ანუ თქვენი პოზიციით არ იზღუდებით და არ არის აუცილებელი, რომ მთელი თქვენი დეპარტამენტი ერთ აზრზე იდგას და ყველა იყოს ჩართული. თქვენ როგორც ინდივიდი, თუ ამტკიცებთ თქვენს პროექტის, ასე ვთქვათ, სარგებლის მოტანას, შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ჩაერთოთ როგორც განხორციელება. მაგალითად, ტრენინგი თქვენ ჩაგამარონ, სიტყვაზე ვთქვათ და თქვენ იყოთ ადმინისტრაციული კუთხით ამ თქვენი კომპონენტის ტრენინგის დავუშვათ განხორციელებელი. კი ბატონო, დიდი მადლობა. კარგით, მადლობა. გადავიდეთ რჩევებზე კონსორციუმის შესახებ. ნაწილობრივ ვისაუბრე იმ წვლილზე, რა უნდა შეიტანოთ პარტნიორების მიერ, ანუ ვის რა მოაქვს კონსორციუმში, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საუკეთესო კონსორციუმი არის, როდესაც გაწერილია როგორც მონაწილეები, ასევე ვის რა გამოცდილება აქვს, რა ცოდნა აქვს და რას შემოიტანს ამ კონსორციუმში. ეს ყველაფერი შეთანხმებადია. კონსორციუმის შეხვედრები მინახავს, რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვე დინარეობდეს და ასევე ამოგდებული წევრებიც არიან და ასევე დაუშვათ, როდესაც კონსორციუმი ერთი კოორდინატორი, ვინც ამ კონსორციუმს ქმნის, ანუ ვინც აიღებს მის თავზე ამ კონსორციუმის შექმნას, ის აბალანსებს ყველა იმ საჭიროებებს, რაც პროექტს ჭირდება. და შეიძლება შუა დაუშვათ პროცესში აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცა მიმართულება სუსტი გვაქვს და იმ კონკრეტული მიმართულებით ვეძებთ პარტნიორს. და ესეთი ტიპის განაცხადები დევს Evraccess-ზე და იმ Marie Curie-ის, ასე ვთქვათ, matching პლატფორმა რომ გაჩვენეთ, იქაც იდება ხოლმე. ამ და ამ ტიპის სადოქტორო ქსელის კონსორციუმში ვეძებთ ამ ნაწილში შესაძლო მონაწილეებს და იმ განაცხადზეც შეგიძლიათ შეეხმიანოთ და თქვენი თავი შესთავაზოთ, თქვენი ინსტიტუცია შესთავაზოთ. ხშირ შემთხვევაში როდესაც ინტერდისციპლინარული ნაწილში მოიკოჭლებენ, ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებით, როგორც წესი, დებენ ვაკანსიებს, არა, განცხადებებს, რომ შეგვეხმიანეთ, ვეძებთ კონსორციუმის წევრს. ამიტომ ნულიდან შექმნა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რთული და დამღლელი პროცესია. აი, როდესაც ესეთი კონსორციუმი უკვე არის, ასე ვთქვათ, შეხმატკბილებული, შეთამაშებული ერთმანეთთან და ისმით ერთმანეთის და რაღაც საკითხებზე უკვე შეთანხმებულები არიან, ისინი რო დადებენ კონკრეტულად თქვენი მიმართულებით საჭიროებას, მათთან მიერთება უფრო სწრაფი და ლოგიკურია იმ ძველ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ვიდრე დაუშვათ ნულიდან შექმნა.
იმიტომ რომ მართლად რო ჭირდება ხოლმე არის კონსორციუმები სადოქტორო ქსელში, რომელიც 2-3 წელი აი ეს კონსორციუმები ვერ თანხმდებიან მოკლედ. არის ისეთები, რომლებსაც უკვე 1-2 პროექტი დასრულებული აქვთ, უკვე ზუსტად იციან რას აკეთებენ და ერთმანეთთან აი რაღაცა ელემენტარული კომუნიკაციითაც კი უკვე ახერხებენ განაცხადის, ხელახალი განაცხადის, ასე ვთქვათ, დამუშავებას და შეტანას. ამიტომ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ სფეროში. კარგი კონსორციუმის მახასიათებელი რა არის ზოგადად? მენეჯმენტის სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კოორდინატორს ვისაც ვეძახის, ვინც აი როგორც თქვი ხარ, როდესაც კონსორციუმს სჭირდება თვეები იმისათვის, რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ, იქ ახალბედა გამოუცდელი დამწყები უკვე ამ საკითხს ვერ შეძლებს უბრალოდ. ან რაღაცა ისეთი ავტორიტეტი უნდა იყო, რომ ვიტყობოთ კონსორციუმის წევრები, მაგრამ ესეც შეიძლება რაღაცას ისუსტად ჩაითვალოს, როდესაც არათანაბრად გადანაწილებული ძლიერი მხარეები არის ხოლმე კონსორციუმში. პროექტის მართვის პარტნიორები უნდა იყვნენ ისეთები, ვისაც აქვს მოკლედ პროექტის მართვის გამოცდილება. და ამიტომ თქვენც ნახეთ, თუ ინსტიტუცია რითიც შედიხართ არ არის გამოცდილი, პირველი ამას მოიკითხავენ, რომ აბა სხვა რა პროექტები გააქვთ. და მაგ შემთხვევაში, მაშინ თუ გამოცდილება არ გაქვთ, ისეთ უნიკალურს უნდა სთავაზობდე, რომელიც აი მაგალითად რეგიონიდან გამომდინარე უნიკალურია, სპეციფიკიდან გამომდინარე, აი მაგალითად ახლა სულ საამაყოდ გვაქვს ხოლმე ბაქტერიოფაგის ყველა პროექტი, იმიტომ რომ იმდენად უნიკალური ღირებულება უჭირავთ ხელში, რაც გამოიყენება კვლევაში, რომ ესეთი ფაგები არ მოიძებნება ამ დროის პერიოდის და ამ ტიპის შენახვით. მაგალითად, ღვინის ტექნოლოგიის კუთხით დაუშვათ. აი არის რაღაცები, რაშიც პირობო ის გვაქვს წინ შეიძლება წამოვწიოთ და ამან მოახდინოს ჩვენი ამ პროექტებში გამოუცდელობის კომპენსირება. აი ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, აქ არის ჩამონათვალი, ინფრასტრუქტურით შეგვიძლია მიამაყოთ და შევიდეთ, მულტიდისციპლინურობით დაუშვათ. აი არის სხვადასხვა ასპექტები, რამაც შეიძლება უპირატესობა მოგანიჭოთ, ასე ვთქვათ. შეიძლება წინამდებარე კოლაბორაცია იყოს, მაგალითად, აი და ამას დიდი მნიშვნელობა, აი მანამდე რაღაცა სხვაზე ვართ ნამუშევარი და უკვე შედეგი გვაქვს დანადები. აი ესეც როგორც წესი დადებითად მოქმედებს ხოლმე, როდესაც აი ვწუნდებით, რომ ეს კონსორციუმის წევრები ერთმანეთს გაუგებენ. კონსორციუმის წევრები, ზოგადი სტანდარტი გვაქვს მინიმუმ 3 ქვეყნიდან 3 წევრი, როგორც წესი average, 7 ცოტაც კი არის ხოლმე 11-13-მდეც არის ხოლმე მისი, რა ქვია, კონსორციუმის წევრები, იმიტომ რომ აქ როგორც აკადემია, ისე არა აკადემია შედის, ბენეფიციარები გვყავს და ასევე ასოცირებული პარტნიორები შეიძლება იყოს რაღაცა ერთჯერადი ერთი კონკრეტული ფუნქციისთვის მიერთებული, ასე ვთქვათ, ასოცირებული პარტნიორები, რომლებიც როდესაც კონსორციუმში ხარ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, შეხვედრები იქნება, ყველაფერი ყველამ უნდა დაადასტუროს და ხშირად არის ხოლმე, რომ აი ასოცირებული წევრები ყავთ რაღაცა ერთი კონკრეტული ფუნქციისთვის და ესეც ძალიან ესეთი მისაღებია, მართვის flexibility-ის კუთხით უფრო ადვილია ხოლმე ეს ნაწილი. შეიძლება იყოს ხო და რა თქმა უნდა, აქ შემოდის როგორც აკადემიური სექტორი, ასევე არააკადემიური სექტორი, რომელშიც გატარებული დრო, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს უნდა აღემატებოდეს. ესე დოქტორანტი გაუშვა არააკადემიურ სფეროში და იქ აკეთოს რაც უნდა, ესე აქ გამოდის, ბალანსი უნდა არსებობდეს აკადემიასა და პრაქტიკულ ნაწილს შორის. აი ესეც ერთ-ერთი მაგალითია კონსორციუმის, აი ქვეყნები, ეს საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს ქარხნის არააკადემიური სექტორია. აი ეს არის უკვე joint doctorate-ი, სადაც უფრო მეტი
აკადემიური სფეროა, იმიტომ რომ ყველამ თავისი დიპლომი უნდა გასცეს და ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, ეს ცოტა ართულებს ხოლმე, ეს არის ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის მაგალითები სადოქტორო ქსელის კუთხით. პირველ რიგში, ხო, კონსორციუმზე ხა მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ვიწყებთ ადრე, ვიწყებთ უკვე ვისთანაც გვიმუშავია ისეთ პატარ-პატარა პროექტებზე და შემოგვაქვს და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ჩვენი უნიკალურობის და უპირატესობის წამოსაწევად, მაგრამ უშუალოდ კონსორციუმში ბალანსი არის მნიშვნელოვანი. თუ ბალანსი დარღვეულია, შეფასებელი ხვდება და მაგაზე იწერება. აი შეფასების ნაწილში ვისაუბრებთ ამაში, ხა შეფასების ნაწილში გადავდივარ ზუსტად და გეტყვით რა ნაწილებისგან შედგება და რა და როგორ გავითვალისწინოთ წინასწარ. ამ ეტაპზე კონსორციუმზე ხომ არ დაგრჩათ რაიმე კითხვა, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რომ შეფასებებზე გადავიდეთ. ან პროცედურაზე კონსორციუმის შესახებ. ვთქვი, ვინმეს ხომ არ აქვს კითხვა და გავაგრძელოთ. არა, არ არის ხელი აწეული თეონა. კი ბატონო, ეს ტრენინგი რო გქონდა აქ, ყველა ასე ვთქვათ, თემის მერე პრაქტიკული სავარჯიშოც მოდიოდა და ძალიან გვეხმარებოდა. სამწუხაროდ ხა ამ პრაქტიკულებს ვეღარ ვაკეთებთ, მაგრამ მედია რომ მესამე ნაწილი და ბოლო ნაწილი კი დაგღალეთ, შეფასების ნაწილია, ვისაუბრებთ, სტრუქტურას გაჩვენებთ და მე უკვე გადავალ უშუალოდ შეფასებებზე სამივე ნაწილში, ბრწყინვალება, გავლენა და განხორციელებაში ქვეპუნქტებით მაქვს ჩაშლილი და ყველაზე მაქვს რჩევები. ამას ახლა მე რამდენსაც მოვახერხებ, მოგახსენებთ და თქვენ კიდევ დეტალურად რომ წაიკითხავთ, უფრო მეტ საჭირო ინფორმაციას მოაგროვებთ ამ მიმართულებით. თვითონ უშუალოდ განაცხადი სტრუქტურა მაქვს part A, B1 და B2, აი ესე არის გადანაწილებული. ჩვეულებრივად მიუყვებით, ანუ ასე ვთქვათ, ინსტრუქტაჟს და აქ ახლა როდესაც იდეა არის ტექნიკურად ამისი გაწერა უნდა გაჭირდეს და ამ ნაწილამდე როდესაც მოხვალთ და დაგჭირდებათ ჩვენც აქ ვართ და გაიდიც არსებობს. part A-ის ნაწილში არის ისეთი gender equality plan-ი და ეთიკის საკითხები, რომელსაც ცალ-ცალკე დოკუმენტები არსებობს. აი ხა როგორც მე დღეს supervision guide-ზე ვისაუბრე, აი ესეთი ტიპის დოკუმენტები არსებობს და ამაზე ეხლა აქ რომ არ დაგღალოთ gender equality-ზე და ეთიკის ნაწილზე, ეთიკის კოდექსიც გვაქვს 5-6 გვერდიანი ან მეტი არაფერი, მაგაზე მე უკვე აქამდე რომ მიხვალთ, რა ელემენტები უნდა გაითვალისწინოთ ამისთვის, ამას ყველაფერს დაგაკვალიანებთ უპრობლემოდ ეს ხა ეს ნაწილი დღეს არ მინდა აქ ესე ღრმად ჩავიდე. მნიშვნელოვანი რჩევები ზოგადად პანელების მიხედვით არის დაყოფილი, ეს კონსორციუმი როდესაც იქნება ამას მიაქცევთ ყურადღებას, შესაბამისი პანელი უნდა ავირჩიოთ, სადაც იმიტომ რომ როდესაც ინტერდისციპლინარული არის ხოლმე და ესეც უნდა იყოს, ცოტა პანელების მხრივ, ანუ წინასწარ უნდა ჩამოყალიბდეთ რა მიმართულებით, რომელი scientific პანელის მიმართულებით გინდათ რომ შეიტანოთ. განაცხადის შეტანიდან აი მთლიანი main evaluation panel, სადაც არის იქიდან ხდება და ეს უბრალოდ რო არ გამოგრჩეს თავიდანვე რომ სწორ გზაზე დავდგეთ. კვლევითი განხორციელების სააგენტო სააგენტოს შესაბამისად შეერჩევს თქვენს შემფასებელს და თუ პანელი ის არ იყო, რომელიც ზუსტად ასახავს თქვენ თემას, უბრალოდ ისეთი შემფასებელი შეიძლება შეგხვდეს, რომელიც ისეთი დონის ექსპერტი არ არის იმ კონკრეტულ ვიწრო სფეროში, რასაც თქვენ შეგაქვთ და რა თქმა უნდა ჯობია იცოდეს სფერო, რომ შესაბამისად დაგაფასოთ და შეგაფასოთ ამ პანელის შემფასებელს. შეფასება 3 ნაწილისგან შედგება.
დავიწყოთ პირველით, ეს არის excellence ბრწყინვალება. არ ვიცი უკეთეს ტერმინს ვინმე თუ მოიფიქრებს, მე შევცვლით ჯერჯერობით ბრწყინვალებას ვეძახი მე. 4 ნაწილისგან შედგება: მიზანი, მეთოდოლოგია, კვლევა და ინოვაცია და ხელმძღვანელობა. 4-ვე ელემენტი შეფასებადია. ეხლავე გავივლი 4-ვეს მოკლედ რა არის, ძლიერი მხარეები რა არის, ამისი რა შეიძლება იყოს და სუსტი მხარეები რას იყოს. რაც შეიძლება იყოს. პირველი არის მიზანი, ანუ რისთვის ვქმნი ამ კონსორციუმს. მიზანი არის ანუ კვლევა ინოვაცია შესაბამისად და უნდა იყოს ამბიციური და რაღაცა აი არსებულ ჩარჩოებს უნდა ცდებოდეს. აი ზუსტად თავიდან რო ვისაუბრე, მარი კიურის მიმართულებები არის top down არ არის bottom up approach-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ჩემი იდეა თუ ამბიციურია, ახლებურია და განსხვავებულია, ამაში ფასდები და ამაში ვიღებ, ასე ვთქვათ, ჩემს დაფინანსებას. რა არის ძლიერი მხარე სწორად გაწერილი მიზნების? არსებული მდგომარეობა პირველ რიგში და მიღწევები, ანუ კარგად უნდა მესმოდეს საკითხი, გასაგებია, სხვანაირად მიზანს ვერ დავწერ და ეს მიზნების სტანდარტული უნდა იყოს ნათელი, დროული და შესაბამისი. ეს არის პირველი კრიტერიუმი. ინდივიდუალური კვლევითი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ეს არის სადოქტორო ქსელი და ინდივიდუალური კვლევა არის ყველაფერი. ფაქტიურად მის გარშემო დგება მთელი სადოქტორო პროგრამა და ეს ინდივიდუალური კვლევითი პროექტი უნდა პასუხობდეს იმ მიზანს, რაზეც გავდივარ. ამბიციური უნდა იყოს, კარგად განმარტებული და გაზომვადი. აი ხშირად ყველაზე მეტი ქულები აკლდებათ გაზომვადობაში. მე რომ ვამბობ, რომ დაუშვათ ჩავუტარებ ჩემს დოქტორანტს სიტყვაზე ვთქვათ კვლევის კომერციალიზაციის ტრენინგს, აი მე როგორ გავზომავ, რამდენად მოახდინა მან, იმ ჩემ ჩარჩოში ჯდება თუ არა მისი შედეგი, აი გაზომვის ელემენტები როგორც წესი ამ ნაწილში ბევრს აქლებენ ხოლმე ქულას. ინოვაციური პოტენციალი მარი კიურიში ინოვაციური პოტენციალის გარეშე არაფერი პროექტი არ განიხილება, იმიტომ რომ კლასტერი იმდენად კარგად არის მეორე სვეტი, ასე ვთქვათ, კვლევაში გარკვეული და ჩამოყალიბებული, ახალი რამე თუ არ შევთავაზე, არავინ არ დაინტერესდება ამ ჩემით. პროექტი ფორმულირებადია, ანუ მინიმუმ 4 სამუშაო პაკეტი უნდა იყოს და ეს სამუშაო პაკეტები ერთი ვახსენე, მაგალითად რეკრუიტმენტის პაკეტი, მეორე არის ხოლმე მენეჯმენტის პაკეტი და ასე შემდეგ. ანუ სწორად მკაფიოდ გადანაწილებული დეტალურად და დამაჯერებლად უნდა იყოს, ვინ რას აკეთებს ამ პაკეტში, რომ ვიცოდე, რომ გუნდი ერთ-ორ ადამიანის კისერზე არ გადავა მთლიანი ამ მიზნების მიღწევა. ნათელი, განმარტებული და საკმარისი საზომი ინდიკატორები. KPI არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი ყველა პროექტში, როგორც ვთქვით, ანუ როდის ვზომავ, სად ვზომავ, რა არის მიღებული შედეგი, დაუშვათ დადებითად როდის ჩაითვლება, უარყოფითად როდის ჩაითვლება. აი ამ ნაწილში ეს არის მიზნები როგორ იზომება. სუსტი მხარეები რა შეიძლება იყოს, რომ დაუშვათ გაგრძელებას ვერ ხედავდეთ მაგალითად კვლევის, აი მერე რა, კი ეს ჩატარდება, შედეგი დაიდგება, ანუ ინოვაციური ნაწილი ვერ მიებას ამას, აი ეს როდესაც მცირეა, განვითარება. თუ დოქტორანტის განვითარება არ ჩანს და მკაფიოდ არ არის, ესეც დაწუნვადია. კავშირები მჭირდება, როდესაც 5, 10, 11 დოქტორანტს ვიღებ ერთ თემაში კავშირი უნდა იყოს და უნდა იყოს კავშირი ასევე სხვადასხვა აქტივობებს შორის. კომპანიაში გააგზავნე რატო? კვლევა გააკეთებინე, ამას როგორ უკავშირებ იმ მივლინებას და ასე შემდეგ. პრობლემა, როდესაც ნათლად არ არის აღწერილი, თუ რამე ისეთი მიგნება არის, რომელიც თქვენ კვლევას ეწინააღმდეგება, ეს ისედაც გასაგებია აკადემიურ სფეროში ვართ ყველა და ეს არ უნდა შეგვეშალოს და ანალოგიური კვლევები ის ნაწილი და ასევე საზომი მატრიცები. ანუ რაც უპირატესობაში ვთქვი, იმისი სუსტი მხარეები არის ფაქტიურად აქ გამოყოფილი. დანარჩენ შეფასებებზე მხოლოდ ძლიერ მხარეებზე ვისაუბრებ, სუსტი მხარე იქნება იმ მათი არ ქონა. მეორე
მეორე ნაწილი ბრწყინვალების არის მეთოდოლოგია. აი მეთოდოლოგიაში არის ხოლმე ძალიან ისეთი შეიძლება ბრწყინვალე იყოს იდეა და კვლევის თვითონ მეთოდი იყოს სწორი, მაგრამ ჰორიზონტით და მოკლედ ევროპული კვლევითი სივრცის არის ისეთი დამატებითი ელემენტები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ცოტა ელემენტარულად ჩავთვალოთ, მაგრამ ევროპისთვის ეს პრიორიტეტია. მაგალითად, გენდერის და დივერსიფიკაციის საკითხები. ცალკე დოკუმენტი არსებობს, აი guidance of methods, gender analysis, აი ეს დოკუმენტები, უბრალოდ აი ეს საკითხები თუ არ გამოჩნდა, პირდაპირ სუსტად ჩაითვლება აი ეს ღია open science-ის, აი მე რას ვუშვები იმ შედეგებს, რა ტიპით ვახდენ ამ შედეგების კომუნიკაციას, არ თუ არა ის შედეგები ღიად წვდომა, აი ამ ისეთ საკითხებს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს მეთოდოლოგიაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ კვლევის მეთოდოლოგია, ანუ დაუშვათ რაოდენობრივი, ხარისხობრივი და როგორ ხდება ამისი ანალიზი. არა, ეს ნაწილი ცდება კვლევით მეთოდოლოგიას და ეს არის მთლიანი მეთოდი, როგორ გეგმავ კვლევას, რას ვაკეთებ, რას ვახორციელებ, არა მარტო კვლევას, მაგრამ მთლიან პროექტს და მე როგორ ვზომავ ამ პროექტს. აი, აქ ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. აქ ცოტა დეტალები მაქვს, ეს open science რას ნიშნავს და როგორ ამას დროიდან გამომდინარე, ხა ესე დეტალებად არ გავივლი, იმიტომ რომ სხვა საკითხებს მინდა კიდევ შევეხო. ძლიერი მხარეები შეფასების, ანუ მეთოდოლოგიის კუთხით არის, რომ პირველ რიგში, ანუ მორგებული უნდა იყოს ინტერდისციპლინარულ ნაწილს, ანუ ერთი დისციპლინა, ერთი სფერო სუსტად ითვლება, ანუ სადოქტორო კვლევა, ის კვლევითი პროექტები, რომელიც აქ ქსელში იქნება, უნდა იყოს ყველა ინტერდისციპლინარული, ღია მეცნიერებაზე აქცენტი, fair principles ამაზე ვისაუბრეთ, გენდერული საკითხები, გენდერი არა ქალი კაცი კვლევარები, არამედ გამოკვლეული ობიექტების გენდერზეც არის საუბარი და მათ ბალანსზეც არის საუბარი, რაც ზოგიერთ დისციპლინაში მაგალითად გადამწყვეტია, მაგალითად ხა მედიცინის ნაწილშიც, ხო, გენდერს დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე და სხვადასხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ყველა წევრი, კანდიდატი, ხელმძღვანელი, აი ეს ნაწილი, ყველაფერი, აი როგორც გაიდი, რატომ ჩავდე თავიდან, რატომ ვისაუბრე ამდენი supervision guide-ზე, ანუ სწორად და ნათლად უნდა იყოს ასახული ყველას ფუნქციები, იქნება ეს ხელმძღვანელი, დოქტორანტი, ინსტიტუცია თუ სხვა ჩართული პირები. აი აქ ერთ-ერთი კომპონენტია ის კვლევითი მეთოდის კომპონენტი, რომელიც სწორად ანუ მიზნები, საკვლევი ამოცანები, შერჩეული მეთოდი, რატომ შეირჩა, sample size, რინ გამოიკითხება, ანუ ვიზე მოხდება კვლევა ჩატარებული და ასე შემდეგ. ეს უკვე უშუალოდ კვლევით მეთოდოლოგიას ეხება, სრულად დამუშავებული, ნათელი შედეგები მიიღება, ანუ ამ შემთხვევაში შედეგების, ანუ წინასწარი შედეგები და აქვე არის კიდევ რისკები, ანუ რისკების ნაწილი კიდევ ცალკეა, მაგრამ ანუ შედეგებთან რისკებიც ასევე უნდა იყოს ასოცირებული. ეს რაც შეეხება მეთოდოლოგიას. კვლევა და ინოვაცია არის მესამე კომპონენტი ბრწყინვალების და აქაც კიდევ ერთხელ გამეორდები, მხოლოდ კვლევის შედეგები არაფერში გამოსაყენებელი, არაფერში არ მოდგება, სამწუხაროდ უნდა იყოს კავშირი ინოვაციასთან. და ამისი ძლიერი მხარეები შეიძლება იყოს დაუშვათ პირდაპირ რაღაცა ღონისძიება რომ აქვს, რა კავშირშია ტრენინგთან. აი მაგალითად მე ვახსენე კარიერის ტრენინგი შეიძლება იყოს, აი კარიერის ტრენინგი ხშირად ტარდება ხოლმე მაგალითად დოქტორანტებს მივლინებით კომპანიებში, ასე ვთქვათ, მათ დამსაქმებლებში მიავლენენ, სადაც ისინი უტარებენ შემდგომ, ანუ ინდუსტრიაში
კარიერის დასაქმების და კარიერის გაგრძელების ტრენინგებს უტარებენ და აი ეს უნდა იყოს ანუ რა კომპონენტით გაძლიერდა და რა უნარი განუვითარდა ამ დოქტორანტს მას შემდეგ რაც ის მან კომპანიაში გაიარა კარიერის პერსპექტივის ასე ვთქვათ ტრენინგი. აი ეს ბმა უნდა იყოს გასაგები, აქაც როგორც მივლინების ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხები, ცოდნის ტრანსფერის ნაწილში, აქ დაუშვათ რამდენად გამოცდილი ტრენერები გყავთ, ხელმძღვანელის გამოცდილებასაც არის საუბარი, რამდენად ხდება ცოდნის ტრანსფერი და რამდენად ნათლად ჩანს და აღწერილია ამ განაცხადში. თლიანი პროგრამა, ანუ ინდივიდუალ research plan-ების რამდენად ვიწყებ ნოლიდან და გავდივარ ბოლოში, ეს იზომება აუცილებლად და პროექტთან დაკავშირებული საკითხი უკავშირი, იმიტომ გავიარეთ ეს supervision guide, ყველა ტიპის პროცედურები, როგორ არის აღწერილი და როგორ არის დაგეგმილი, მაგალითად ინტერსექტორული, ინტერნაციონალური მობილობის ხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, თუ მხოლოდ კვლევითი ნაწილია და დაუშვათ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ აკადემიურ სფეროშია, იქ კითხვის ნიშანი ისმება ხოლმე, რომ მისი პრაქტიკულობა, გამოყენებადობა, როგორ არის უზრუნველყოფილი და როგორც წესი, ამიტომ ვარიაციები არის ხოლმე და შეიძლება იყოს კვლევითი პროექტი იყოს საკმაოდ მსუყე და ბევრ რამეს მოიცავდეს და კვლევით კომპონენტში პატარა მივლინებები იყოს, სეკონდმენტები გათვალისწინებული, რომ გაპრაქტიკულდეს ამ დოქტორანტის გამოცდილება და ესეც თუ კარგად არის ჩაჯენილი და მიზნობრიობა ახსნილია ხოლმე, როგორც წესი კვლევა სტეიჯებად აქვთ დაყოფილი და first stage result-ების შედეგების მერე ხდება რაღაცა მერე პრაქტიკასთან შეხება, მერე მეორე სტადია არის კვლევის, მერე კიდევ პრაქტიკა და ესე ლოგიკურად თუ აქვთ დალაგებული, მაშინ შემფასებელს უკვე აღარ აქვს ხოლმე შესაბამისი კითხვები, ეს სუსტი მხარები ამასაც გადავახტები და ბოლო ნაწილი, ეს ხელმძღვანელობის ნაწილია, ხელმძღვანელობის ნაწილზე supervision guide-ში ბევრი ვილაპარაკე, ფაქტიურად იმ გაიდის უზრუნველყოფილი პროცედურები თუ არის კარგად აღწერილი, რაც ხელმძღვანელს ეხება, რაც დოქტორანტს ეხება და ინსტიტუციას ეხება, პრინციპში გაიდს თუ მივყვებით, ეს კომპონენტიც დადებითად ფასდება ხოლმე. აქაც რამოდენიმე მაგალითი მაქვს, ამასაც შეძლებთ, რომ თქვენ თვითონ გადახედოთ. გავლენა, მეორე ნაწილი შეფასების, როგორც გითხარით, 3 არის, ბრწყინვალება, გავლენა და განხორციელება, ანუ implementation. მეორე ნაწილი არის გავლენა, რომელიც იყოფა შემდეგ ნაწილებად, ანუ შეტანილი წვლილი, ზოგადად ევროპის სადოქტორო სწავლებაში, საზომი კრიტერიუმების გამართულობა, ეს კრიტერიუმები ადრეც ვახსენე, მოსალოდნელი შედეგის მაქსიმიზაციის ნაწილი და პროექტის იმპაქტი, ანუ სამეცნიერო, საზოგადო და ეკონომიკური. იმპაქტის ნაწილში თავისი განმარტებები აქვთ, რა არის სამეცნიერო იმპაქტი, რა არის საზოგადო და რა არის ეკონომიკური იმპაქტი და ფაქტიურად მეც მაქვს აქ ერთ-ერთ სლაიდში მოტანილი და ეს ისეთი რთული არ არის ხოლმე. გავლენის ნაწილში ყველაზე ისეთი ნიშნულოვანი არის, რომ მე აქ ჩემთან აკადემიაში კვლევას რო ვაკეთებ და რაღაც შედეგები რომ აქვს, არააკადემიურ სექტორისთვის თუ ვქმნი რაიმეს ღირეულს. და პირველი საზომი იმისი, რომ მე გავლენა მაქვს, არის ზუსტად ეს, რომ არააკადემიური სექტორისთვის შევქმენი რაღაცა, რისი კომერციალიზაციაც მერე შეიძლება. ეს როგორ იზომება?
მათი ჩართულობით ზუსტად აი ამ კვლევისა და ტრენინგების ნაწილში და მეორე ესეთი განსაზღვრელი ელემენტი არის მდგრადობის ელემენტი, ანუ დასრულდა პროგრამა, მერე რა ხდება. და ამ შემთხვევაში რამოდენიმე გზა არსებობს, დაუშვათ ეს ტრენინგ პროგრამას ინარჩუნებენ ხოლმე და არსებულ სადოქტორო პროგრამებში, მიმდინარე პროგრამებში აკეთებენ ინტეგრირებას და ასე ვთქვათ, შენარჩუნდება ის პროგრამები, რასაც ეს ქსელი თავისი დასრულების 4 წლის შემდეგ დატოვებს, ასე ვთქვათ, ადგილობრივ დონეზე ვავითარებთ ამ პროგრამებს და კონსორციუმის წევრების შემდგომი მზაობა, პერსპექტივები, რომ აი ამის მერე კიდე რას გავაკეთებთ ერთად. აი ეს ორი ნაწილი არის ხოლმე როგორც წესი მდგრადობის, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი. ეხლა სათითაოდ გავიაროთ რაღაცა ძლიერი და სუსტი მხარეები. აი ეს არის ძლიერი მხარეები და გვერდით სუსტი მხარეებია. რამოდენიმე აქცენტს გავაკეთებთ. პირველი იყო ზოგადად როგორ გავაუმჯობესეთ დოქტორანტურის მდგომარეობა ზოგადად ევროპაში. რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი cutting edge უახლესი კვლევა დაიდო, შესაბამისად ისედაც განვითარდა, სწავლების ელემენტები, დაუშვათ ახალი მეთოდები შემოვიტანეთ, არააკადემიური სექტორი შემოვიყვანეთ, ესეც სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას წარმოადგენს. არააკადემიური და აკადემიური სექტორი, როგორც ვთქვით, ესეც აქ არის. პროექტში ცალკეული მონაწილეობის ხელმისაწვდომი იქნება გარედან მოსული მონაწილეებისათვის, ანუ როგორც ვთქვით, რომ ის მოდული, რომელიც შეიქმნება ამ პროექტით იქნება, მაგრამ ჩემი სხვა დოქტორანტებიც დაესწრებიან და მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ეს სიკეთე, რასაც შევქმნი. სპეციალისტი მომზადდება ისეთი, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს არა მარტო ამ აკადემიაში, არამედ მას შეუძლია წარმოიდგინოს მისი მომავალი კარიერა არააკადემიურ სექტორში. ტრანსფერი შესაძლებელია, პრაქტიკის თეორიაში გამოცდილების და პირიქით, კურიკულუმიც ვითარდება, რომ მეტი პრაქტიკული ელემენტები ემატება მეტი კომპანიების თანამონაწილეობა და რა თქმა უნდა იქმნება ის მასალა ყველაფერი, რაც შემდგომ მეცნიერულ დონეზე სტატიების გამოქვეყნებით გაიზომება, ან კონკრეტულად დაუშვათ სხვადასხვა უფრო მაღალი დონის კვლევებში ინტეგრირდება ეს შედეგები, რასაც დოქტორანტები თავისი კვლევის პროცესში დადებენ. ეს რაც შეეხება სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. მეორე ნაწილი არის ის კრიტერიუმები, რითიც ამ ყველაფერს ვზომავთ, ანუ პირველ რიგში, როგორ განვითარდა დოქტორანტის კარიერა, შეიძინა თუ არა მან ტრანსფერული უნარები და ტექნიკური. ტრანსფერული ნიშნავს იმას, რომ ერთი გარემოდან მეორეში გადაყვანის შემთხვევაში, მან სექტორის ცვლილების შემთხვევაში, მან ის მიღებული უნარები მოარგო და ადაპტირდა ახალ სექტორს და რა თქმა უნდა ის დასაქმება, სექტორთა შორისო დასაქმება, რომელიც ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემურია, ეს ხიდი, რომელიც ან არ არსებობს, ან ძალიან სუსტია აკადემიასა და არააკადემიას შორის, non-academic sector-ს შორის. სუსტი და ძლიერი მხარეები არის, რომ აი რაღაცა კონკრეტული მიმართულება უკვე უნდა აიღოს ამ კვლევარმა, რომ დავინახოთ საით მიდის, მის კარიერაზე უნდა აისახოს, როგორც წესი პროგრეს ჩეკები არის ხოლმე, რა სამსახურის შემოთავაზებები აქვთ, რა განვითარებები აქვთ ხოლმე, ხდება მისი დავუშვათ ევრაქსეს პროფილების, CV-ების, დავუშვათ job interview, talent development, აი ესეთი აქტივობების შედეგად დაუშვათ რამდენი შემოთავაზება მიიღო, რა სფეროდან, აი როგორ აიწია მისმა, ასე ვთქვათ, დონემ დამსაქმებლის თვალში, ვორქშოპები კარიერის, კონფერენციების შედეგები, ესენი ყველაფერი გაზომვადია, რაოდენობრივადაც იწერება, ან აღწერა კეთდება, რომ აი ამ ყველაფერს კარიერის განვითარებაში გაივლის ამ რაოდენობით და ეს ყველაფერი იზომება
პროექტის შედეგად. რითი შეიძლება, აი ხანდახან არის ხოლმე რომ შედეგი გვაქვს ერთი და დამთავრდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძლიერი მხარე შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ მე ამის მერე, ანუ კიდევ რას გავაკეთებ იმისათვის, რომ ის ჩემი შედეგი კიდევ უფრო მეტად გავზარდო, ანუ შედეგების მაქსიმიზაციის ნაწილში. აი ხა აქ როგორ ხდება? მაგალითად, ინფორმაციის გავრცელების გეგმები, სიტყვაზე მე გადავყევი იმ ერთ დოქტორანტს, მაგრამ ამ დოქტორანტს დაუგეგმე დაუშვათ კოლაბორაციული კვლევითი პროექტი, რომელსაც ჩემ არსებულ დოქტორანტებთან გააკეთებს, ან მის კვლევის შედეგებს სხვებს გააცნობს. თითოეული დაგეგმილი საშუალების აღწერა და აუდიტორია უნდა მიდიოდეს. დაუშვათ მე კი ჩავდე ამდენი თანხა ერთ კვლევარში, მაგრამ ამ კვლევარმა რამდენ სხვა კვლევართან შეძლო იმის მიტანა, რაც დაუშვათ მე უზრუნველყავი და ამის ციფრები და ინდიკატორები ადვილად არის ხოლმე დასათვლელი. საზოგადოების ჩართვა როგორ ხდება? ხდება თუ არა ღია დაუშვათ საუბრები, ვიზიტები, ხშირად არის ხოლმე, რომ დაუშვათ სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტული ბენეფიციარების ჯგუფთან ვიზიტები ხდება ხოლმე, იქნება ეს სკოლის მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან, აი community project-ები, როდესაც არის, სადაც კონკრეტული მესიჯის, კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება ხდება, აი სამიზნე ჯგუფები და აქაც ეს როდესაც კარგად არის გაწერილი, რომ ამ ცოდნას და უნარს მე ვის როგორ გავუზიარებთ, ესეც შესაბამისად ფასდება ხოლმე ძლიერი და მაღალი ქულით. ესეც დაახლოებით იგივე სიმეორებს, არა აკადემიური სექტორი, აკადემიურ სექტორზეა საუბარი, ტექნიკური საშუალებები, დაუშვათ ონლაინ პლატფორმები, სტრუქტურები, საკვანძო გზავნილების იდენტიფიკაცია, ტელევიზორით იქნება ეს, ონლაინ იქნება თუ როგორ გავრცელდება ეს ინფორმაცია, ინდუსტრიაც ან თანამშრომლობის ნაწილები და აქვე კიდევ დავუშვათ პოლიტიკის განსაზღვრა, აი მაგალითად შეიძლება რაღაცა კონკრეტულ სამთავრობო ასე ვთქვათ ჯგუფს შევახვედროთ და კვლევის შედეგები გავუზიაროთ პოლიტიკის განსაზღვრაში თუ დაეხმარებათ იმ მიმართულებით, რასაც რა თქმა უნდა კვლევა მოიცავს და აქ უკვე საზოგადო სამეცნიერო და ეკონომიკური გავლენა არის, ამისი როგორც გითხარით, ტერმინები და განმარტება უკვე მოცემულია, ანუ scientific impact-ი რა არის, social impact-ი რა არის და ტექნოლოგიური impact-ი და ეს შეიძლება თქვენი სფეროდან გამომდინარე, ანუ სტანდარტული ტექსტითაც გაიწეროს და კიდევ სფეროდან გამომდინარე მოდიფიკაცია. უბრალოდ როგორც თქვით, როგორც open science, gender equality, ეთიკის ნორმები, ანუ მათ ენაზე ნასაუბრები ჩვენი აზრი უნდა გამოჩნდეს და ესეც შეგიძლიათ თავისუფლად გაიაროთ სტანდარტული და მოარგოთ, ასე ვთქვათ, ყველაფრის ბორბლის გამოგონება არ არის საჭირო, რაც კარგად დამუშავებული და გაწერილია, ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიტანოთ. მესამე ნაწილი, განხორციელების ნაწილი, აქ მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, სულ დამჭირდება 3 წუთი, სქემებია და ცხრილებია, რასაც გაჩვენებთ განხორციელების ნაწილში, ეს იმდენად ინდივიდუალური ნაწილია, რას როგორ აჩვენებ, რომ აი ესე ტექსტის დონეზე არ ჩავდივართ ხოლმე ჩაღრმავებაში, არსებობს კონკრეტული ცხრილები და ამ ცხრილების ნიმუშები მაქვს მოტანილი, აი სამუშაო package-ზე ვისაუბრეთ მაგალითად, ამისი აღწერა, deliverable list-ი, ანუ შედეგები რა იქნება, milestone-ები, აი რომ ვისაუბრე, რომ ეტაპობრივად შეიძლება იყოს კვლევა დაყოფილი და მე ყველა ეტაპის მერე მონაცვლეობით ხდებოდეს სხვადასხვა ღონისძიებები, recruitment table-ი შეიძლება იყოს, ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, კვლევის გეგმის ცხრილი უნდა იყოს და რისკების ნაწილი, ვახსენე მეგონი ცოტა ხნის წინ რისკების ნაწილი, ეს არის ის კონკრეტული ცხრილები, რისი ნიმუშებიც მე თქვენ ასევე დოკუმენტს გამოგიგზავნით, სადაც აი ეს გაიდი, ყველაფერი მოცემულია დეტალურად, რასაც მე თვითონ ვიყენებ იმისათვის, რომ დავეხმარო ხოლმე ჩემს ასე ვთქვათ დაინტერესებულ აპლიკანტებს. ეს არის იქიდან ამოღებული ცხრილები და თვითონ დოკუმენტიც გექნებათ, აი ეს არის მაგალითად package list-ი, რა package-ია, ვინ არის პასუხისმგებელი
პასუხისმგებელი ამ მიმართულებას, მითიც იწერება ხოლმე პერიოდებით იწერება, როდის რა ღონისძიება ხდება, სამუშაო პაკეტებიც, ასევე task-ი, დავუშვათ რა გვინდა, რას უნდა მივახციოთ, აქ იწერება ხოლმე, აღწერა word package-ის, ეს არის რა რომელ თვეში რა მექნება გამზადებული და მე აქ დროის მიხედვით ვწერ ხოლმე დავუშვათ რომელ თვეში, აი მაგალითად M12 ნიშნავს მე-12 თვე, მანს M6 მე-6 თვე და აქ არის უკვე რა deliverable-ია, მაგალითად სიტყვაზე რაღაცა კონფერენცია, ხო? კონფერენციაზე რამდენი მონაწილე დაახლოებით უნდა ყოფილიყო, ვინ უნდა ყოფილიყო, რა შედეგი მოყვება, კოლაბორაცია, ერთობლივი პროექტი თუ რაიმე თანამშრომლობის განვითარება, აი ამ ნაწილში როდის რა გავზომო ეს ცხრილი, გამომდინარე იქიდან რომ 30 გვერდია მარტო განაცხადი ამ მთლიანი პროექტის, ეს ცხრილები ძალიან გვშველის, ასე ვთქვათ, რომ ბევრი რამე ცხრილებში მოვაქციოთ და წაკითხვითაც ბევრად უფრო მარტივია ხოლმე ესეთი იმის წაკითხვა, ვიდრე ამდენი ტექსტის და გაუთავებელი გვერდების ძალიან უხარიათ ცხრილების შემფასებლებს. რეკრუიტინგიც ასევე, როდის ხდება, როგორი ტიპი ხდება, თვეების მიხედვით პერიოდის განსაზღვრულია ხოლმე. ინდივიდუალური გეგმაც შესაბამისად შესადგენია, გასაწერია თავიდან ბოლომდე, საიდან დაიწყებს დოქტორანტი და სად განხორციელების რისკები იყო ბოლო, რომელიც ასევე უნდა შეფასდეს და აქ თავისი ინდიკატორები არის, აი ეს აბრივიატურები მე აქამდე რომ მიხვალთ, ადვილად გაერკვევით, ეს არის ალბათობა, ეს არის სირთულე, დავუშვათ low, medium და high რისკები არის და ალბათობასაც, ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რისკი დადგეს, ამასაც აფასებთ და მე რა მექანიზმი გაქვთ იმისათვის, რომ ამ რისკს გაუმკლავდეთ. დამატებითი დოკუმენტები დაგჭირდებათ იცოდეთ. ქსელის ორგანიზების დოკუმენტი, ანუ ეს არის კონსორციუმ agreement-ს ვეძახით, სუპერვაიზერი ბორდის დანიშვნის და მისი ფუნქციონალის, ანუ შინაგანაწესის დოკუმენტი არის ხოლმე და გააჩნიათ მე სპეციფიკიდან გამომდინარე green charter-ი შეგვიძლია, ორგანიზაციების ცალკე დოკუმენტაცია დაგჭირდება განსაკუთრებით კერძო ორგანიზაციების და letter of pre-agreement, ანუ რომ მზად ყოფნა, ასე ვთქვათ, წინასწარი მზაობა, რომ დაფინანსების შემთხვევაში კონსორციუმით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებებს რომ შევასრულებთ აი ესეთი ტიპის დამხმარე დოკუმენტები. დოკუმენტურად რთული არ არის, მთავარია რომ ერთიანად იყოს გაწერილი ეს მთლიანი, ასე ვთქვათ, 4 წლიანია პროექტი, უშუალოდ სტუდენტების მობილობა 3 წელი გრძელდება, იმიტომ რომ სანამ დავიწყებთ და მერე შევაჯამებთ, ამისთვის პლუს-მინუს დრო გვჭირდება ხოლმე. რა ვიცი, სულ ეს არის მაქსიმალურად ვეცადე, მაინც გადავაცილე 5 წუთი იმ საათნახევარს, მაპატიეთ ამისთვის, თუ რაიმე კითხვა არის, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს, თუ არა და ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია სლაიდებში არის და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული პროექტით დიდი სიამოვნებით გაგიწევთ კონკრეტულ რეკომენდაციებს. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. პრეზენტაციის გამოგზავნაზე მოგწეროთ ცალ-ცალკე თუ თქვენ შეძლებთ რომ გამოგვიგზავნოთ აი ეს პრეზენტაცია. გამოგიგზავნით. ჩვენგან წავა, ხო? კი, გავუგზავნით აუცილებლად. ძალიან მალე მიიღებთ. დიდი მადლობა თქვენ დასწრებისთვის. მადლობა ნინა. გამარჯობათ, მადლობა დიდი. ერთი კითხვა მაქვს ქოლებთან დაკავშირებით. რაიმე პრიორიტეტული, ისე რომ ვთქვათ, განხრა ხომ არ არის აი ამ ქოლებთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ, რომ უნდა იყოს ინოვაციური და, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდეს აი ამ ევროპულ values, რასაც უწოდებენ და რაიმე კონკრეტული ხომ არის, მაგალითად, ან მედიცინის სფეროში, ან ინდუსტრიულ სფეროში, ამაზეც რომ ისაუბროთ. მადლობა დიდი. მადლობა კითხვისთვის. ანუ Marie Curie გამოირჩევა იმითი, რომ არ არის პრიორიტეტული მიმართულებების შერჩეული. მთავარი არის 3
AIS პრინციპი, ანუ international, რომელიც რეალურად მობილობას ნიშნავს, intersectoral, ანუ ორივე სექტორი დაბალანსებულად უნდა იყოს გამოჩენილი და interdisciplinary. თქვენ თუ მოიფიქრებთ ორიგინალურად ორი დისციპლინის ერთმანეთთან ისე დაკავშირებას, რომელიც ახალ სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მიმართულების დასაწყისი იქნება, ეს იქნება თქვენი ბრწყინვალება. მადლობა. მადლობა თქვენ. როგორც შეგპირდით, ანალოგიური ტიპის დეტალური შეხვედრა გვექნება დავგეგმავთ ზამთარში სავარაუდოდ Staff Exchange-ზე, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია და უკვე გაზაფხულზე ალბათ პოსტდოკები, იმიტომ რომ ეხლახანს დაიხურა პოსტდოკები და ჯერ ცოტა ადრეა მაგ მიმართულებით. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ნახვამდის. მადლობა თეონ. მადლობა. ნახვამდის წარმატებები. ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის. მადლობა დიდი. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ. მე რაოდენობებს კი ვერ უყურებდი, მაგრამ მე მგონი საკმაოდ კი, 33 თუ არ. მოდი მე გამოვთავე ხო ჩანაწერს. დამატებით მე რაც იქნება საჭირო და როგორც იქნება, უკვე დანარჩენს ახლა ინდივიდუალურად გადავალთ. ეხლა აქ ვინც მოიწერა მეილი, რადგან